გემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. მეგობრებო, გამარჯობა სოფო, მოკლედ თქვენს განკარგულებაში ვართ, როგორც ყოველთვის, პირველი საათიდან, რამდენსაც გავგაჟავთ. და შესაბამისად, ერთად როდესაც ნახავთ ახლა რა გვექნება გადაცემაში, მე უკვე თქვენ გადაწყვიტავთ. იმედია ჩვენთან ერთად დარჩენას, მოგავახდებით კომფორტულად, გარეთ ცხელა, სახლში ალბათ გრილა და მოკლედ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენი გადაცემის მიმდინარეობაში და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გეტყვით იმას, რომ გასაგებია რომ ყველა ტელევიზორს არ უყურებს და სოციალური ქსელითაც გვადელებთ თვალყურს, ასე რომ პირველად ვინც მოხდით, შეგიძლიათ მოიწონოთ, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და სიახლეები ნახოთ და ასევე რა თქმა უნდა მიიღოთ უშუალო მონაწილეობა კომენტარების სახით და შესაბამისად თქვენს შემოთავაზებებსაც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ ბოლო-ბოლო. ახლა კი ვნახოთ აროსი და უბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მომზადება პირველი კლასისთვის? თემაზე ვრცლად ისაუბრებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე. საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, სტუმრად ნატა დათიაშვილი. ახალშენი 2025 ღვინის ფესტივალი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს საქართველოს ღვინის კოლექციის დამფუძნებელი ლიზა გრიგალაშვილი. ვნახოთ ქეთა ჩუდლაშვილის რუბრიკა დაიმუხტე. და ბოლოს ზაფხული და საკვები. რჩევებს გაგვიზიარებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თამარ ბერძენიშვილი. დავბრუნდით ესე იგი და ალბათ მიხვდით რომ ძალიან საინტერესო თემები გვექნება დღეს ვიმსჯელებთ შეგიძლიათ რომ გადაცემის მსვლელობის დროსაც დაგვიკონტაქტოთ ჩვენს Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართული შრიფტით დიდი შესვენება და ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეცდებით რომ უკავშირი დავამყაროთ თქვენთან. პირველი თემით უნდა დავიწყოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მომზადება სასკოლოდ, ანუ გულისხმობთ, როდესაც ბავშვი შედის პირველ კლასში, ანუ ამთავრებს ბაღს და იწყებს მომზადებას პირველი კლასისთვის და პატა, შენ ხარ ორი შვილის მამა, ერთი უკვე სკოლის მოსწავლე არის, მეორე უკვე ემზადება, ხო, დაახლოებით ალბათ 2 წელში მოუწევს სკოლაში შესვლა და ეს არის ძალიან რთული საკითხი და რატომ რთული? ხშირად მშობლებს გგონია რომ აი უბრალოდ მოვა სექტემბერი ჩვენს ბავშვებს ლამაზტანის სამოს ვუყიდით ჩანთას წიგნებს სკოლა არიგებს და ეს ძალიან კარგია მადლობა ამისთვის განათლების სამინისტროს და აი ეს გგონია მარტო და გვიხარია რომ ჩვენი შვილი უკვე არის სკოლის მოსწავლე. სინამდვილეში ამის უკან ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დგას, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე დაიწყება სკოლა და გვიწევს სკოლაში წაყვანა ბავშვის და რა არის ახლა ეს პრობლემები. ის რომ ძალიან უჭირთ ადაპტაცია სკოლაში ბავშვებს, უჭირთ კვეთილის მსვლელობის დროს იყვნენ ისე როგორც მოსწავლეს შეეფერება, ზოგს არ უნდა სკოლაში წასვლა ტირის. მერე იწყება ჩვენი ნერვიულობა რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. აი ამ დროს ხვდებით ხოლმე უკვე რომ რაღაცაში დავაგვიანეთ, რაღაცას ვერ დავეციეთ, ვერ მივხვდით როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი რომ უმტკივნეულოდ გაევლო სასკოლო პროცესი ჩვენ შვილებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. მართალია ახლა უკვე სასკოლო პროცესი დასრულებულია, ბაღის პროცესიც დასრულებულია, მაგრამ უნდა დავიწყოთ უკვე მომზადება სექტემბრისთვის და უნდა მოვემზადოთ როგორც მორალურად, ფიზიკურად და მოვამზადოთ ჩვენი შვილები, რომ ავუხსნათ თუ როგორი სიტუაცია დახვდებათ სკოლაში, რა იქნება და სპეციალისტის რჩევები ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ მახსენდება რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა ბარბარესთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი როგორც ვთქვი დასაწყისში, უბრალოდ მიხაროდა რომ სკოლის მოსწავლე გახდებოდა, ლამაზი ტანის ამოსი ვიყიდე, ჩანთა უკდრას სკოლას სჭირდება, ხო ხვდებით და ეხლა ნახე როგორ ვისაუბრე, გეგონება ერთი. სამე ხედვართ და ერთმანეთში ვსაუბრობთ. ძალიან კარგი იყო. სხვათაშორის მეც ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ დიდად არ მახსოვს, მაინც და მაინც განსაკუთრებულად ვემზადებოდით თუ არა
სკოლისთვის. და იყო რაიმე ისეთი პრობლემა პირველი შემთხვევაში. ჩვენთანაც იგივე იყო ხო რაღაც მომენტში რა თქმა უნდა სკოლა არ უნდა და ისა თან არ დაგავიწყდეს რომ პირველივე სემესტრი რომ დამთავრდა პირდაპირ კოვიდი დაიწყო და აი აღმოჩნდით ასე ვთქვათ პირდაპირ ანუ სოციალიზაციის ნაცვლად სახლში. პრინციპში მეორე სემესტრი და მეორე კლასის პირველი სემესტრი ბავშვი იყო სახლში და სკოლაში თითქმის არ უვლია. ამიტომ დიდად ვერც მივხვდით და ნუ რა თქმა უნდა მე უფრო გაგვიჭირდა მე ხო? კი ბატონო, წარმოვიდგინოთ ახლა როგორ უჭირს ბავშვს ამ დროს ადაპტაცია და თან შეიძლება რომ ის ხსნიდეს მშობელთან რომ აი რაღაცა ვერ არის კარგად კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, თან უნდა რომ ამ დისკომფორტს თავი დააღწიოს, მაგრამ მშობელი ვერ ხვდება ამ დროს როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. ამიტომ მოდი ახლა მოვიწევთ ჩვენ სპეციალისტი, რომლისგანაც მივიღებთ საინტერესო რეკომენდაციას და გავითვალისწინებთ შემდეგში მის მიერ მოცემულ რჩევებს. თიკო გობაძე უნდა შემოგვიერთდეს, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. გამარჯობა. თიკო, მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად. აქტიური საკითხია. ზაფხულის პერიოდში ვართ, თუმცა დაახლოებით ალბათ 2 თვეა დარჩენილი, ხო, ახალი სასკოლო წლის დასაწყისამდე. როგორ მოვიქცეთ? ზოგადად რას უნდა მივაქციოთ? აი დავასრულეთ ბაღი და ვართ უკვე სასკოლო ასაკში. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ადაპტაცია იყოს უმტკივნეულო ბავშვისთვის და რა პერიოდით ადრე უნდა დავიწყოთ უკვე მომზადება ბავშვებთან? რა დიალოგი არის საჭირო, როგორ უნდა ვისაუბროთ? საჭიროა თუ არა ის გარემო, რომელშიც შემდეგ მას მოუწევს ყოფნა წინასწარ ვანახოთ, შევაჩვიოთ, თუნდაც ის სახლიდან სკოლამდე გზა და ასე შემდეგ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან გიხარით თქვენთან უსამართლოდ და წარმოგვიდგება ამ თემით დაინტერესების შესახებ ძალიან აქტუალური თემა და თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ შესავალში თუ რა გამოცდილები ქონდა ეს ძალიან ძვირფასი გამოცდილების გაზიარება და მადლობა ამისთვის. და აი რომ გისმენთ რატომღაც ხოდია უფრო მეტად რაღაცა ხდებოდა მზადება, აი რაღაცა ის ჩასაცმელი, რაღაც თქვენ გიხარიათ, ბავშვი ხარი, მაგრამ უფრო მეტად ის რაღაცა სოციალური ემოციური სფეროზე აქცენტი არ კეთდება. ანუ ადრე ასე იყო, მან თქვენც ასე მივედით სკოლაში, მე მგონი ყველა, მაგრამ ახლა უკვე იმდენად შეცვლილია თქვა მიდგომა და დამოკიდებულება გარემო ფაქტორები, რომ მნიშვნელოვანია ბავშვი წინასწარ მოემზადოს სასკოლოდ. და ამაში უფრო რა მოიაზრება, მოდი განმარტოთ, ხო, რომ მშობლებისთვის იყოს ნათელი. თან ჩვენ ამას პროფესიულად ვუწოდებთ ტრანზიციას. ნახეთ, ტრანზიცია არის თქვა სახლიდან ბაღამდე, შემდეგ ბაღიდან სკოლაში, ასე აქტიურად აქტიურად შეიძლება იყოს ტრანზიცია. იგივე გადასვლა. ანუ ერთი გარემოდან მეორე გარემოში გადასვლა, რომელიც დაკავშირებული რაღაცა გაუგებრობასთან, რაღაც გარკვეულ სტრესთან, შფოთვასთან, იმიტომ რომ არ ვიცით რა გველოდება, ხო? ხო, თიკო, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, უბრალოდ მე მაინტერესებს ახლა პარტას დროს როგორ იყო ეს სასკოლო პროცესი, ხო, აი, ხო, შედარებებს ვაკეთებ ხოლმე და განსხვავებას, რომ აი, ჩემ დროს ასე არ იყო, ჩემ დროს ასე არ იყო. ჩემ დროს რა მე და დინოზავრები ერთად დავდიოდით სკოლაში, უბრალოდ მეტეორი ამცდა. რა საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ მე მახსოვს, ალბათ ფოტოს გამო მახსოვს პრინციპში, როდესაც ის პატარა ძალიან დაბალი ვიყავი თან და ასე ყვავილით ხელში დგავარ და სკოლის ეზოში ველოდები მასწავლებელთან შეხვედრას და პრინციპში არაფერი განსაკუთრებული არ იყო და ნუ იმდენად შორს იყო, ხო ვერ გეტყვით დიდად ემოციებს. მახსოვს რომ ნუ პირველ 4 კლასში კარგად ვსწავლობდი. იმიტომ რომ წითელი ანუ თავიდან ხო იყო ის ჩვენ დროს ვარსკვლავები და ისინი იყო კვადრატები ლურჯი და შესაბამისად ბევრი მქონდა. კარგი, შეგვიძლია გავაგრძელოთ ხო შემდეგი პროცესები. რო დამაინტერესდა ხო? და ნახეთ ესე იგი ტრანზიცია იგივე გადასვლა ერთი გარემოდან მეორე გარემოში. და აქ უფრო მეტად ჩვენ ფოკუსი უნდა გავაკეთოთ არა წინარე აკადემიურ უნარებზე, არამედ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. და მოდი ეს რომ ჩავშალოთ და უფრო თანადლივ რომ ესე გასაგები იყოს ყველა მშობლისთვის, ხო? ჩვენ რატომღაც უფრო მეტად ფოკუსირდებით წინა სასკოლო და მოკლედ აკადემიურ უნარებზე და არა იმაზე ბავშვი ემოციურად რამდენად მზად არის სკოლისთვის, ხო? და თუ პირობითად ბავშვმა იცის ამბანი, ბავშვმა იცის წერა, თითქოს გონია რომ ის არის მზად არის სკოლისთვის. მზად არის სკოლისთვის, მაგრამ რეალურად ეს სულაც არ არის ასე. ჩვენ ფოკუსი უნდა გავაკეთოთ მის ნახეთ სოციალურ უნარებზე, როგორიც არის მაგალითად. აი თუ შეუძლია პირობითად ბავშვს მისწავლებება, დამშვიდობება, მადლობის გადახდა, რიგის დაცვა, დალოდება, დახმარების თხოვნა და ასე შემდეგ.
რადგან რა არის სკოლა, ხო? სკოლა ის არის სტრუქტურირებული გარემო. ამით არის რაღაც გარკვეული წესები და უფრო დიდი სოციალური გარემო. უკეთ პირველი სოციალური გარემო ეს არის ოჯახი, ბაღი და შემდეგ სკოლა, ხო, რომელიც ბევრად სტრუქტურირებულია და უნდა დავიცვათ წესები, რა ვიცი, მეხთან ჯრომის წესები, ჩემი ნივთების მოწესრიგება, ხო? ამრიგად ესეც ცალკეული ნაწილია პირობდათ მე რამდენად ჩემზე საკუთარ ნივთებს გავუფრთხილდე, შევინახო, მოვაწესრიგო, ჩავალაგო, ჩანთა ამოვალაგო, კიდევ აქ არის თქვა პირობდათ ადაპტური უნარჩვევები, ხო? ამრიგად ამაზე უნდა გააკეთოს მშობელმა ფოკუსი და დააკვირდეს, თუნდაც ეს ორი თვე ძალიან კარგად განა ტრანზიცია უფრო ადრე იწყება. ნახეთ, ბაღის ასაკიდან იწყება, შემდეგ სკოლაში რომ შედის ბავშვი, იქაც გრძელდება და სრულდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოკლედ სკოლაში მისვლის ტრანზიცია არ სრულდება. ჯაჭური. კი ბატონო, ხო, ბაღშიც ხო, ბაღისთვის ხო უნდა მოვამზადოთ ბავშვი, იქაც გარკვეული რაღაცა პროცესები არის, რომელიც წინასწარ უნდა იცოდეს. აუცილებლად. ნახეთ, აქაც ხო, აი ბაღშიც თქვა არიან წინასასკოლო ჯგუფი და იქ ხდება მსაუბრო, რომ სკოლაში ბავშვები რომ წავლენ, იყვნენ მზად, ხო, რაღაც აკადემიურ უნარებზე ხდება ყურადღების გამახვილება, ემოციურ სფეროზე, ფუნქციურ და დამოუკიდებელ უნარჩვების გამუშავებაზე, ხო? ან ჰიგიენის დაცვაზე. ამრიგად მშობელმა დააკვირდეს ეს რომ ჩამოვაყალიბოთ, მოკლედ, მისი ბავშვი რამდენად არის ემოციურად მზად. თუ შეუძლია მის შვილს ემოციების სწორად გამოხატვა, თუ შეუძლია პრობლემის მარტივად გადაჭრა და მოგვარება. აი როცა აკვირდება, როცა პირობდათ პარკში გაიყვანს, იქ რამდენად მართავს კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ამყარებს ბავშვებთან კომუნიკაციას. რადგან ჩვენ ხო სოციალური არსებები ვართ, სხვათა შორის ბავშვებისთვის, როცა ისინი სკოლაში მიდიან, ერთ-ერთი სტრესი ეგ არის, რომ ვერ ამყარებენ თანატოლებთან კომუნიკაციას. ეს მათი მოთხოვნილებაა, გაიცნონ თანატოლები, დაუმეგობრდნენ და თუ მეგობრობას ვერ ამყარებენ, შემდეგ ამას განიცდიან ძალიან ისეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღებული გამოცდილება უკვე აქვთ ბაღში. დიახ, მიუხედავად მაგისა, რადგან იქ სრულიად სხვა გარემოა, ასაკობრივი ცვლილება აქვს. ასაკობრივი, დიახ. და სხვათა შორის ჩვენ როცა კრიზისებზე საუბრობთ, ერთ-ერთი კრიზისული ეტაპი ეს არის 6-7 წელი, როცა ბავშვი გადადის სკოლაში, ხო? ამრიგად მშობელმა დააკვირდეს ამას, რომ რამდენად ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას, ეს დიალოგის წარმოებას, მეგობრობას, თუ პირობდათ ჯგუფი მოვიდა თანატოლთან, როგორ აგვარებს ამას, ხო? რაღაც რაიმე სტრატეგიები აქვს შემუშავებული, თუ იქ რაღაცა ჯგუფით სრულდება, ტირილით სრულდება და ასე შემდეგ. ამრიგად აქაც მნიშვნელოვანია მშობელმა დააცადოს ბავშვს, თუ პირობითად კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება ეზოში. არ ჩაერიოს. ჩვენ ხოლმე გვინდა რომ ჩავერიოთ და ვუშველოთ, ეს არასწორია. ჯგუფიც არის სხვათა შორის ერთ-ერთი ნახეთ განვითარების ეტაპი და ნაწილი, რომ მე ვაკვირდები, რამდენად ახერხებს ეს ბავშვი, აი ამ ჯგუფის თუნდაც წამოწყებას, თავდაცვას, შენო სტრატეგიების შემუშავებას და მოგვარებას. ხო? და ჩვენ თუ ვერევით, ჩვენ ხოლმე ესე მივმართავთ, ხო, რომ არ შეიძლება, არ ქნა, არ დაარტყა. ეს სრულიად არაძლევს ბავშვს შესაძლებლობას განვითარდეს და თვითონ ადაპტირდეს, ხო? შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნახეთ იდენტობა. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის უკვე სკოლის ნაწილი. ამრიგად ამაში მშობელს დაეხმარება, ბავშვს ესაუბროს ბევრი, მაგალითად, როლური თამაშები დაგეგმოს სახლში. ხო, აი სკოლაში რომ წავალთ, იქ რა ხდება, თუნდაც რეპეტიცია, ხო, აი ჩანთა შეიძნონ ერთად. ესეც ნახეთ, მე რომ თავი ვიხსნო სკოლის ნაწილად, ესეც ერთ-ერთი ნაწილია, ხო, ჩემი ჩანთა და მის ნივთები არის საკანცელერიო. თავად ჩანთა თვითონ შეარჩიოს. იქ ფანქარი, კალამი, ხო, რვეული თავად შეარჩიოს. სრულად ჩართოს მოსამზადებელ პროცესში. და აი ვისაუბროთ, რომ ჩვენ სკოლისთვის ვემზადებით, აქ უნდა წავიდეთ. მის ემოციებზე გამახვილოს ყურადღება, თავს როგორ იგრძნობ, იქ ესაუბროს რა მოხდება, როგორი გარემოა და აი ამ ნივთების შეძენითაც ერთ-ერთ რაღაცნაირად ვადაპტირდებით და ბავშვი ადაპტირდება ახალი გარემოსთვის. ასევე შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს და აუცილებელია იყოს სკოლაში ვიზიტი, სანამ სკოლა დაიწყება. ბავშვმა შეისწავლოს გარემო, შეისწავლოს სკოლის ეზო, შეისწავლოს ის კლასი, სადაც თვითონ შევა, შეისწავლოს ის მერხი, მაგი და მასწავლებელი აუცილებლად. რატომ? როცა ბავშვი უკვე სკოლაში მიდის და ეს ნაცნობია მისთვის ეს ყველაფერი, ხო? ნაკლები სტრესია, ნაკლები შფოთვა არის, ხო? რომ აი რაღაც ესე გვარ ნაცნობ ადგილას, ეს მასწავლებელი დიახ, ჩემი მასწავლებელია, უკვე გავიცანი, ასე თანატოლების გაცნობა ძალიან კარგია, კლასელების, თანაკლასელების გაცნობა. ესეც ეხმარება მარტივად ადაპტირებაში, ხო? გარდა ამისა დავაკვირდეთ ბავშვის აი ფიზიკურ განვითარებას. რამდენად შეუძლია, თქვა, რამდენად განვითარებულია ნატიფი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, რადგან იქ უწევს ბავშვს უკვე მერხთან სწორად ჯდომა, ხო, ეს ხერხემლის განვითარებაც რაღაცნაირად რომ იყოს გათვალისწინებული. ასევე დავაკვირდეთ, თქვა, ბავშვი რამდენად ახერხებს რაღაც ინფორმაციების გაზიარებას, გადმოცემას, ხო? ამრიგად ეს როლური თამაშები, სკოლაში ვიზიტების დაგეგმა, წინასწარ რაღაც ნივთების შერჩევა ერთად, მოკლედ არის რაღაც ესე თქვა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ბავშვი უფრო მეტად იყოს ადაპტირებული ამ პროცესისთვის. კი ბატონო, და მათთვისაც უკეთ აღქმადი არის თუ რა ელოდება შემდეგ წინ და რა სიახლეებთან მოუწევს შეხვედრა. კარგით, იკონ, მიუხედავად იმისა, თუ მაგალითად დაიცვა მშობელმა ყველა ის წესი, რაზეც ახლა შენ ისაუბრე,
მაგრამ მაინც ხვდება რომ რაღაცა რიგზე ვერ არის, იმიტომ რომ ხშირად როდესაც აი დილად ენდება და ჩვენ ვიწყებთ ბავშვის მომზადებას სკოლისთვის ტირიან არ უნდათ წასვლა, აი პირობითად ავიღოთ სასკოლო პროცესი დაიწყო და ახლობით 3-4 თვის შემდეგ. აი რა პრობლემა შეიძლება ქონდეს ამ დროს ბავშვს, რის გამოც შეიძლება არ უნდოდეს სკოლაში წასვლა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე აი რა შემთხვევაში შეიძლება არ უნდოდეს ბავშვს ბაღში წასვლა. ანუ ხვდებით ხოლმე მეტწილად რომ რაღაცა პრობლემა არის ბაღში, რის გამოც ბავშვი უარს ამბობს ხო წასვლაზე. აი სკოლის დროს როგორ არის ეს? იდეალური აქცენტებია სოფო. ნახეთ, მანდ ჩვენ რომ ვისაუბრეთ ტრანზიციის გაგრძელებაზე უკვე სკოლაში. და ნახეთ, აქ მე გამორჩა მინდა დავამატო აუცილებლად რუტინა. ისიც თქვათ რომ სანამ ბავშვი სკოლაში წავა, მნიშვნელოვანია რუტინის სწორად ჩამოყალიბება. ამაში რა ვსკულისხობ, ნახეთ. უკვე სკოლაში რა ხდება? მივდივარ სკოლაში, მე უკვე მთლიანად, აი ნახეთ რამდენი რაღაც იცლება ხო? თამაშის ეტაპი სრულდება. ჩვენ ხო ვიზახეთ სულ რომ სკოლამდელი ასაკი ეს არის თამაშის ეტაპი. ბავშვი თამაშით ვითარდება და შემდეგ სრულდება თითქოს ეს თამაში. რატომღაც და გადავდივარ უკვე რაღაცა წესებიან გარემოში, ესე იგი დილით ადრე ვიღვიძებ, მივდივარ სკოლაში, ვსწავლობ, მოვდივარ მეცადინობ და რაღაცა უცებ ჩნდება რაღაცა მძიმე რუტინა ჩემს ცხოვრებაში, ხო? ამრიგად ამისი წინასწარ გაცნობა, რავი, ძილის რეჟიმის დარეგულირება აუცილებლად, ხო? თავისუფალი დროის გამოყოფა აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ჩვენ სულ ფოკუსი გექნება იმაზე, რომ ბავშვი სკოლაში მივა, შემდეგ უნდა ისწავლოს, მოვა უნდა ისწავლოს და თავისუფალ დროს არ უტყუებს. საერთოდ ესეც ერთგვარი სტრესი, იმიტომ რომ ასე აუცებ თამაშისგან მოწყვეტა და გადასროლა ამ სივრცეში რთულია, რთულია. გარდა ამის, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი დღეების გამოცდილება. ანუ მე ვაკვირდები, მოკლედ, ჩემი შთაბეჭდილებები პირველ დღეებში როგორიც მექნება. აი სწორედ ისე წარიმართება და ისეთი განწყობა მექნება სკოლის მიმართ, სწავლის მიმართ, ხო? ამრიგად უნდა შევეცადოთ, რომ სანამ სკოლაში წავალთ, მე ბავშვს ვემუშაო, თქვათ, აი პოზიტიური განწყობა რომ შეექმნას, ხო, იქ თანატოლების გაცნობა წინასწარ, ჯანსაღი და მშვიდი ატმოსფერო შექმნა და აი ამ სივრცეების წინასწარ დათვალიერება მე მეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში და ასევე მეხმარება მარტივად ტრანზიციის პროცესში. და აქვე თუ მაინც ეს პრობლემა შეექმნა, ხო, და ვაკვირდები რომ რაღაც გავიდე ერთი კვირა და ბავშვი მაინც რაღაც ფოთოებში სტრესშია, მოდი გამოვიჩინოთ, ძალიან გთხოვთ, მშობლებს ვურჩიოთ, რომ სიმშვიდე. მეტწილად ხოლმე მშობლების ემოციური დამოკიდებულება გადადის ბავშვებზე. და ნახეთ, თუ დააკვირდებით, როცა მშობელი შფოთავს, ნეტა ჩემს შვილს რა ელოდება, რამდენად კარგად ისწავლის, როგორი ქულები ექნება, ამაზეა ხოლმე ფოკუსი, ხო? და არა მის ემოციურ მდგომარეობაზე. და სწორედ ეს ემოციური მდგომარეობა, როცა ეს ჩემი ასეთი არის მშობლის, ხო, შფოთავ, რომ რა მოხდება, რა იქნება, როგორ ხარ, ეს თვითონაც ისტრესება და თვითონაც შფოთვებშია და აი თქვენ წარმოიდგინეთ, ხოლმე არ არის საჭირო მე რაღაც ვუთხრათ ჩემს შვილს, ან ქცევით ვაჩვენო, ემოციურადაც პირდაპირ ისურდავს. მე როგორი დამოკიდებულება მაქვს სკოლის მიმართ, გარემოს მიმართ, პედაგოგის მიმართ, შესაბამისად ეს მე გადადის ბავშვზე. ამას ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს. ემოციური კავშირი. მე უნდა ვიყო მოკეთ მშვიდად, ამრიგად ნახეთ ტრანზიციის პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის მომზადება, მშობლის მომზადება და არ მინდა გამომრჩეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. როცა ტრანზიციაზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა ვისაუბროთ სამ რგოლზე. ბავშვი, ოჯახი და სკოლა. აი ეს სამივე მომზადებული უნდა იყოს და ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვამე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, იმიტომ რომ აქ კიდე სხვანაირი მომზადება გვჭირდება. მნიშვნელოვანია პედაგოგმა წინასწარ გაიცნოს ბავშვები. პედაგოგებსაც ვურჩიოთ, ხო? მის კლასში რამდენი ბავშვი ირიცხება, ვის რა საჭიროება აქვს, რომ წინასწარ მოემზადოს, თუნდაც რესურსებით, თუნდაც სპეციალისტები დაღიჭიროს სკოლა. იქ სპეციალური განათლების მასწავლებელი იქნება, ფსიქოლოგი იქნება, ასისტენტი იქნება თუ ასე შემდეგ. და ნახეთ, უკვე მომზადებული სკოლა შესაბამისად მზად ხვდება ბავშვებს, ხო? და თუ გათვალისწინებულია თითოეულ ბავშვის საჭიროება წინასწარ დაგეგმილია, ამას განიხილავენ ჯგუფის სკოლაში, ხო? შესაბამისად ბავშვის შედარებით უკვე მშვიდად გრძნობს თავს, აი მაგალითად თუ პირობითად ჯგუფში უნდა ჩაიწყოს აუტიზმის სპექტრით ბავშვი და მე ვიცი თქვათ რომ მას აქვს კომუნიკაციის სირთულეები, მე ვიცი რომ მას აქვს თქვათ გარემოში ადაპტირების სირთულეები. მე წინასწარ ვემზადები როგორც პედაგოგი პირობითად რა ვიცი, აი გამოვიყენო საკომუნიკაციო ბარათები თუ ვიცი რომ აი ამ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარებაში შესაძლებელია ბარათებით, ხო? ესე იგი მე ვემზადები რესურსებით, ასევე ვახვედრებ ფსიქოლოგს, ასისტენტს და ასე შემდეგ, ხო? აქაც ნახეთ მშობელი მშვიდდება, რადგან იცის რომ აი ამ ბავშვს სკოლაში დახვდება მომზადებული გარემო, მომზადებული მასწავლებელი. სხვა რა არის მშობლის შფოთვა თუ არა ეს, ხო? არ იცის რა ელოდება მის შვილს და მე როგორც კი ვიცი რა ელოდება ჩემს შვილს, რამდენად მზად არის სკოლა, ამისთვის მშვიდად ვარ. კი ბატონო. კიდევ მოლოდინების სწორად შექმნა და შემდეგ აი ესე. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რომ იგრძნოს ჩვენგან დაინტერესება თუ როგორი დღე გქონდა სკოლაში, როგორ ჩაიარა საგაკვეთილო პროცესებმა და როგორი არის მისი თანაკლასელები. და რა უნდა ვიკითხოთ ხოლმე? ჩვენ ხშირად მხოლოდ ერთ კითხვას ვთქვით, აი მაგალითად, როგორ ჩაიარა დღეს, ხო? რა ნიშანი მიიღე, ხო? რომელიც თურმე საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. ძალიან კარგი აქცენტია და მადლობა, რადგან აი ეს რო არ გავორჩენო და ხო, მე ვარ მშობელი, რომელსაც ყავს სკოლის მოსწავლე და ამიტომ სხვადასხვა ხშირად დაშვებული შეცდომა, რადგან როგორც თავიდან აღვნიშნეთ, მშობლები ფოკუსდებიან აკადემიურ მოსწრებაზე, ხო, რომ ბავშვმა სკოლაში რა ქნა, როგორი ქულა მიიღო და მოდი აქვე განვარტოთ, რომ სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური რაღაცის უნარების განვითარების სივრცე. მოდი ესე ვთქვათ, ხო? სკოლა ეს არის აი ცხოვრებისთვის მოსამზადებელი ადგილი. სკოლა ეს არის ჩემი ურთიერთობების სოციალურების განვითარების სივრცე, ხო? ამიტომ მეორე ფაქტიც არის, სკოლას უნდა გქონდეს ამისი რესურსი, რომ ბავშვი, ანუ მოსწავლეს არა მხოლოდ განათლება, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება და ადამიანური გზა აჩვენოს და გაზარდოს კარგ ადამიანად, ხო? გეთანხმებით სრულად. ნახეთ, მოგეთ აქაც აი მომზადებული სკოლა მაგას ნიშნავს, რომ მე იქვე პატარა ბავშვებს არ შთავნერგო, როგორც პედაგოგმა და მე მშობელზე ვეტყვი, რომ ქულა არის მნიშვნელოვანი, შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორე იქ ჩემი ურთიერთობები თანაკლასელს როგორ ვექცევი, როგორ მეკცევა კომუნიკაცია, როგორ დავამყარე პრობლემა, როგორ მოვაგვარე, ეს უფრო მნიშვნელოვანია და მე რას განვიცდი, ხო? ამაზე ფოკუსი არის მნიშვნელოვანი, რადგან შემდგომ ნახეთ, როცა პედაგოგი ადარებს ბავშვებს ერთმანეთს, აბა დააკვირდი გიორგის, როგორ კარგად სწავლობს, აბა შეხედე ელენეს რა კარგი ქულა მიიღო, ეს არის საშინელება და დამანგრეველი ბავშვისთვის, ხო? ასე ხდება მთლიანი შინაგანი мотиваციის ჩაკვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია მე ფოკუსირდე მის ესე ვთქვათ შესაძლებლობებზე, ძალისხმევაზე, პირობითად როგორ გავაყოლეს, რა ვიცი, ამბანი როგორ გამოვწერა, კარგად გამოგივიდა, კალამი როგორ კარგად გიჭირავს, მის თავს ვადარებ და არა სხვას. ეხლა ნახეთ მშობლის მხრიდან, ხო? მშობლები ეკითხებიან ხოლმე დღეს რა ქულა მიიღე და მთელი ამბები მიმდინარეობს და ბავშვებს ძალადობენ, იმიტომ რომ თუ არ მიიღო მაღალი ქულა, ამის გამო ბავშვებს სტრესავენ. მშობელმა კითხოს პირველ რიგში ბავშვს, როცა სახლში ბრუნდება. შენ დღეს თავი როგორ იგრძენი? რა მოხდა ისეთ, რაც ძალიან გესიამოვნა? რა მოხდა ისეთ, რამაც ძალიან გაგაბრაზა? სრულიად მეორე ხარისხოვანია მერწმუნეთ მიღებული ქულები. მე როგორც კი მის ემოციებზე ვამახვილებ ყურადღებას და მე მაინტერესებს როგორც მშობელს, ის თავს იქ როგორ გრძნობს იმ სოციუმში. და არა ის რომ რა ქულა მიიღო, რა არის ქულა და ნიშანი, ხო ხოლმე რაღაცნაირად ჩემთვის არის ფასადური და ფორმალური. მთავარი არის ბავშვის აი ეს თავდაჯერებულობა, თვითშეფასება და მისი ემოციების რეგულაციის სწორად ფორმირება, ხო? ამრიგად მშობელს აქ უდიდესი როლი აქვს, რომ ფოკუსი ემოციებზე, თავს როგორ გრძნობდა და შემდეგ აკადემიურ მოსწრებას. და ნახეთ რატო ვიძახი ამას. პირდაპირ კავშირში არის ჩემი ემოციური მდგომარეობა აკადემიურ მოსწრებასთან. მე თუ მხედავენ ისე როგორც ვიღაც თიკო, რომელიც მთავარია თავს კარგად გრძნობდეს იმ სივრცეში მეგობრებთან, მე შესაბამისად мотиваცია მიმაღლდება. უფრო მეტი ინტერესი მაქვს ვისწავლო კარგად, თუნდაც კარგი ქულა მივიღო შემდგომ. ხო, მოკლედ ჯერ ეს და შემდეგ ეს. ხო და გამოდის, რომ თვითნებურად ანიჭებენ იმ ქულასაც დიდ მნიშვნელობას, ვიდრე მაგალითად მშობელი რომ ახურებს ყურადღებას კი. მე სხვათა შორის, როდესაც ჩემმა 11 წლის გოგომ მკითხა, რომ აი დედა იცი რა არის მნიშვნელოვანი არ არის მე რა ქულას მივიღებ. ნუ სავარაუდოდ ეს ჩემი ნათქვამი ალბათ ოდესღაც უთხარია სიტყვები და მან გაიმეორა ჩემთან მიმართებაში, რომ კარგი ხრიკები იციან ხოლმე განსაკუთრებით ამ ასაკში ბავშვებმა. მითხრა რომ არ არის მნიშვნელოვანი დედა რა ვისწავლე. მე უთხარი რომ მე შეძლებისაგვარად ავუხსენი. დედა შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი თუ რა ქულა მიიღე, მაგრამ შენ რომ ჯდები და იწყებს სწავლა, შენ კარგავ დროს, ხარჯავ ენერგიას, ხო? ამასობაში დღეც იწურება ემზადები მეორე დღისთვის. ამ შენს შრომას უნდა გქონდეს შედეგი. შენი შედეგი და შენი სწავლის შედეგი არის ეს ქულა. აი მე რომ მუშაობ მთელი თვის განმავლობაში და ვშრომობ, ხო? და ენერგიას ვხარჯავ, დროს ვხარჯავ, ჩემი შედეგი თვის ბოლოს არის ის ანაზღაურება, რომელსაც ამსახური მომიხდის. აი ეს შედარება რაღაცნაირად გამომადგა ჩემი შვილის მიმართებაში, ხო და ნელ-ნელა მე მგონი უკვე მივაღწია იმას, რომ და ხო, შრომას თავისი შედეგი აქვს, ეს იქნება ანაზღაურება თუ შეფასება. ერთი არის ასე გამოდის ახლა ამასაკის ბავშვებისთვის, ხო. და პრობლემები თანაკლასელებთან, რომელსაც ძალიან რთულად აღიქვავენ ბავშვები განსაკუთრებით უკვე სკოლის იმ ასაკში, როდესაც მოზარდობის ასაკში შედიან, მერე ჩნდება აი ეს მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მალავენ.
და მხოლოდ უზიარებენ აი თანაკლასელს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს და მეგობრობენ და ამ დროს შეიძლება მშობელი ვერც მიხვდეს თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს კლასში. თუმცა ეს ამისი გამოვლინებაც არის თუ კარგად ვიცნობთ ჩვენ შულს და დავაკვირდებით მის ქცევებს, ხო? როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? ნახეთ სოფო, როგორც აღნიშნეთ, ქცევა არის ერთ-ერთი სიგნალი, მთავარი წყარო, მე რომელიც დაყრდნობითაც ვიგებ ბავშვს რა აწუხებს და თავს როგორ გრძნობს ხო ამა თუ იმ სივრცეში. და ნახეთ მანდაც აი მაგ ბალანსის დაცვა და თავიდანვე მეგობრული ურთიერთობის დამყარება და ის რომ მე ფოკუსირდები არა მის მხოლოდ ქულებზე, ემოციებზე, მე ვწუნეთ რომ გაგიზიარებ და ხოლმე ჩვენ იცით აი გვინდა რომ რაღაც პრობლემა მაშინვე მოვაგვაროთ, ეს არასწორია. ჩვენი მიზანი პრობლემის მოგვარება კი არ უნდა იყოს, ხო? არასწორია. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ნახე ემპათია გამოვხატოთ. ვაგრძნობინოთ რომ დიახ მესმის რომ შენ ახლა ძალიან აი ამ დიდი პრობლემის წინაშე ხარ, რატომ? ის მისთვის დიახ დიდი პრობლემაა, თუნდაც ის რომ თანაკლასელს ეჩხუბა, რაღაც კომპლექსური სიტუაცია მოხდა. მისთვის ის არის სირთულე, ჩვენთვის სხვა რაღაცა სირთულე, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაზე აქცენტი რომ დიახ მე ვხედავ შენ როგორ ნერვიულობ და მე მესმის შენი. უფრო თანაგრძნობა და ემპათია, ეს უფრო ჭირდება და არა ის რომ მე უცებ რაღაც ფორმულა მოვძებნო რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. შედარებათ იყო. ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ აი დედა ჩემ დროს არ იყო ეს, აი ჩვენ დროს ხვანაირად იყო. აი ეს სიტყვები რომ აი მეც რო ვიყავი სკოლის მოსწავლე, მეც მქონდა ჩემს თანაკლასელებთან რაღაცა გარკვეული უთანხმოება, რამდენად სწორია. იმიტომ რომ არ უყვართ შედარება ბავშვებს. კი, იდეალურად. ეგ გამოცდილების გაზიარება სულ და პირიქით კარგია. მე გამოცდილება გავუზიარო როგორც მშობელი, რომ მე სხვადასხვა, მაგრამ ნახეთ შედარება რომ მე ვაგვარებდი და შენ რა გჭირს? მე ასე გავიზარდე, მაგრამ ეს არის შედარება, თორე ეგ რომ გამოცდილება გავუზიარე, პირიქით იდეალურია. მე ვწუნდები რომ დიახ ეს პრობლემა ყველას აქვს და რაღაცა დედასაც ქონია და შესაბამისად არის ნორმალური და არ არის სანერვიულო, ხო? მაგრამ ეს ნაწილი თქვა რომ ვადარებ რომ იმან მოაგვარა და ის ასეთია და შენ ასეთი ხარ და ეს მთლიანად მრთქუნავს მე და შესაბამისად არ მიჩნდება სრული გავუზიარო დედას, ვიყო გახსნილი და ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე ვესაუბრო. კი ბატონო და დასკვნის სახით შევაჯამოთ და რეკომენდაციები შენი მშობლების მიმართ. ხო, აი მინდა რაღაც თავი მოუყაროთ ამას, ხო, ტრანზიციას და რომ დაიწყო მშობლებამ მზადება. შეამოწმონ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა აუცილებლად. აი დააკვირდნენ რამდენად შეუძლიათ ბავშვებს კომუნიკაციის დამყარება თანატოლებთან, ემოციის გამოხატვა და სწორად მართვა. ამაზე ფოკუსირდნენ, ხო? წინასწარ მოამზადონ ბავშვებს თქვა ვიზიტები დაგეგმონ სკოლაში, პედაგოგებთან გააცნონ სკოლის სივრცე. და ესაუბრონ ძალიან ხშირად იმის შესახებ, სკოლა რა არის და რას წარმოადგენს. არა მხოლოდ ის, რომ ბავშვმა იქ უბრალოდ უნდა ისწავლოს და კარგი ქულები მიიღოს. ფოკუსი იმაზე, რომ ის იქ როგორ განვითარდება, ბევრი მეგობარი ეყოლება, თანაკლასელი და ეს მისი განვითარების ძალიან საინტერესო გამოწვევა და აქვე მოკეთ შოლეს კიდევ უთხრათ ის, რომ შეჯამების სახით ჩვენ არ ფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე, რომ აი ეს პროცესი არის ადვილი. ვაჩვენოთ, რომ დიახ მე მესმის, შეიძლება რაღაც რთული იყოს, რაღაც გამოწვევების წინაშე იყოს, მაგრამ ჩვენ ერთად გადავლახავთ და მე შენს გვერდით ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს მაინტერესებს როგორი არის შენი მოსაზრება, რამდენად საჭიროა რომ სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობდეს ფსიქოლოგი? აუცილებელია ისეთ პერიოდში ვარ გარდავლად მნიშვნელოვანია. არ გულისხმობ დროებით მუშაობას, მე გულისხმობ რომ ეს იყოს ჩართული აი ისევე როგორც სწავლობენ ქართულს, როგორც ყავთ ისტორიის პედაგოგი, მათემატიკის პედაგოგი, რომ ეს იყოს საგაკვეთილო პროცესში ჩართული. აუცილებლად, რადგან ნახეთ, ყველას არ ეხება, მაგრამ პედაგოგებსაც აქვს თქვა ეს დეფიციტი, რომ არ იციან როგორ მიუდგნენ ბავშვებს ასაკის განვითარების შესაბამისად. ამერიკად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხოლმე გონია თუ პირდაპირ სკოლაში ყავს სპეციალური საგამოწმო საჭიროების მქონე ბავშვი, მაშინ გვჭირდება ან სპეციალური მასწავლებელი, ან ფსიქოლოგი. ეს არის კადრი, სპეციალისტი, რომელიც აუცილებელია ყველა სკოლაში და ყველა სივრცეში არსებობდეს და იყოს, რადგან ისინი ეხმარებიან და რაღაცის ჯაჭვი უნდა იყოს, ხო, რომ გაისაუბრებენ პედაგოგი, ფსიქოლოგი, აქ როგორ მოვიქცე, აქ როგორ მიუდგე, ხო, შესაბამისად ეს ჯანსაღი კომუნიკაცია და ფიქრი ერთად, როგორ მოვაგვარო ის გამოწვევა, რაც სკოლაში თავს იჩენს, ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, თიკო. ჩემი სტუმარი იყო ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თიკო გობაძე და დავამშვიდობები ახლა და რამდენიმე წამს შეისევ დავბრუნდებით გაითვალისწინეთ მისი რჩევები და რეკომენდაციები და ასე მიაღწევთ ბედნიერ სასკოლო პროცესამდე თქვენ და თქვენი შვილი. დავბრუნდით, ესე იგი, ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, მე ვფიქრობ და ვინც ახლა შემოგვიერთდა რაღაცებს, იმიტომ რომ არის რომ
რაღაცებს ითვალისწინებ რაღაცნაირად ბუნებრივად, ან ალბათ ტრიალებს ესე ინფორმაციულ ველში გამბები, ნაცნობები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები ასე შემდეგ და თითქოს და აკეთებს სწორად, მაგრამ რაღაც დეტალებია, რაც უნდა გაითვალისწინო, რომ კიდევ უფრო უკეთესად გააკეთო ის საქმე, რასაც ვცდილობ, იმიტომ რომ მართალია, რომ სკოლა ხო მარტო ის არ არის, ხო გაკვეთილები, დიპლომი და ასე შემდეგ, ხო სოციალიზაცია აბსოლუტურად უცხო ადამიანებთან მიდიხარ პირველი კლასიდან და ეს უცხო ადამიანები ხდებიან შენი მომავალი მეგობრები, პარტნიორები, ნაცნობები და ასე შემდეგ და ამ ადამიანებთან კომუნიკაციას სწავლობ პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი ასე ვთქვათ შენდამი უპირობო კეთილგანწყობით თავიდანვე არ მოდიან, ხო, ისინი მოდიან სკოლაში და შემდეგ უკვე უმეგობრდები. და პედაგოგის ასე ვთქვათ ძალიან დიდი დატვირთვა პედაგოგზე მოდის ამ შემთხვევაში იმისთვის რომ მან უზრუნველყოს ეს პროცესი და ბავშვი იქიდან გავიდეს რაღაც უკვე ბავშვი აღარ მოზარდი გავიდეს რაღაც უნარებით და უნივერსიტეტში უბრალოდ მოხდეს გაშალაშინება იმ უნარების რაც შეიძინა ოჯახში და სკოლაში. კი ბატონო, გეთახმებით. ზოგადად სოციუმზე და ადამიანებზე რა ხარ ვლაპარაკობთ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად სოფლიოშიც შეინიშნება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად გაერთიანებები, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან რაღაც პრობლემას. მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო რაღაც სტრუქტურები ყოველთვის რაღაცებში ჩართულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა დაუშვათ საკუთარი და ერთმანეთის ბედი, ვიღაცის და რაღაცის ანაბარა უნდა ასე ვთქვათ შეატოვონ, რახან ეს საქმე კეთდება, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი უშუალო ჩართულობა რაღაც პროცესებში უზრუნველყოფს ამ რაღაც პრობლემის მალე მოგვარებას. ნაწილობრივ მაინც თუ სრულად. ხო, იმიტომ რომ ერთია რომ თუნდაც ბავშვი სკოლაში დადის კაცო და გაკვეთილებს აკეთებს, მაგრამ შენ თუ ჩაერთვები ამაში ოდნავ, კიდევ უფრო დაჩქარდება რაღაც პროცესი და ეს დასრულობაში გრძელდება და ამ შემთხვევაში ვაპირებთ საუბარს საქველმოქმედო გამოფენაზე, იმიტომ რომ ქალბიზნესმენთა ასოციაციამ გადაწყვიტა რომ საქველმოქმედო გამოფენა გაეკეთებინა, იმიტომ რომ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადება, იმას დაეხმარონ და მსგავსი რაღაცები, იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს, ჩვენს ქალაქში ხდება, სხვადასხვა ხალხი ერთიანდებიან რაღაც იდეის გარშემო და ცდილობენ ერთმანეთს გაუწოდონ მეგობრობის ხელი, რომელიც უცილებლად ჭირდება ადამიანებს. და ჩვენი სტუმარი უფრო დეტალურად ილაპარაკებს, რა თქმა უნდა, ამ თემაზე. ქალბატონი ნატა დათიაშვილია, ჩვენი სტუმარი, NDS არტისა და გლობალური ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი, მოგზანდით თუ შეიძლება. დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან სასიხარულო ამბავია, როდესაც აკეთებთ ასეთ სასიკეთო საქმეს, არ აქვს მნიშვნელობა ის თქვენი აკადემიის წევრია თუ ასოციაციის, ანუ თანადგომა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა გქონდეს ძალიან ღრმად ჩანერგილი და ჩვენი მეგზური უნდა იყოს თანაცხოვრების, ხო? მოდით დავიწყოთ ვისაუბროთ საქველმოქმედო აქციაზე, გამოფენა უბრალოდ ბოდიში. ხო, როგორ მიმდინარეობს, როდის იქნება, რა პროცესები იქნება და რა იქნება, რა დახვდება დამთვალიერებელს გამოფენაზე. და წევრების გარდა უშუალოდ სხვა მოქალაქეებსაც ვინ იღებს მონაწილეობას? კი ბატონო. რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. დიახ, ეს გამოფენა გაყიდვა იქნება NDS არტისა და GAA გლობალური ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით. და მიიღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენი წევრები, აკადემიის წევრები და NDS არტ კლუბის წევრები. ჩვენ წლის განმავლობაში გვაქვს ორჯერ გამოფენა, პირველ სემესტრის დასასრულს და შემდეგ წლის ბოლოს და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ეს გამოფენა გაყიდვის სახით გავაკეთოთ და აი ამის ორგანიზება მოხდა ეხლა პირადად ჩემს მიერ და კლუბის და გუნდის წევრების მიერ. თქვენ ხართ აკადემიის დამფუძნებელი, ხო? მოგვიყევით, როგორი არის აკადემიის შექმნის და არსების ისტორია.
დიახ. ენდის არტი არის თვითონ ჩემი ხელსაქმე, მე თვითონ რასაც ვქმნი და ვაკეთებ, ვერ შევიძლია ხელოვნების ნებისმიერი სახვითი ხელოვნების და დეკორატიული ხელოვნების ნივთების შექმნა, აქსესუარებით დაწყებული და ნებისმიერი და ასევე ფერწერა და გრაფიკული ნამუშევრები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასე რომ ჩემ აკადემიაში და ჩემ არტ-კლუბში მოსულ წევრებს ექნებათ ყველა მიმართულებით მრავალმხრივი განვითარების საშუალება, რომ ეზიარონ ხელოვნების მრავალფეროვნებას და ასევე ხელოვნების სიკეთეებს. აი სწორედ ამ სიკეთეებს ემსახურება ახლა ეს ჩვენი გამოფენა გაყიდვა და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი ახლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვაზიაროთ ამ სიკეთეს და კარგ საქმეებს, რაც დარწმუნებული ვარ აბედნიერებს ადამიანებს, რა თქმა უნდა. აკადემია ახლა შეიქმნა, მე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და საკმაოდ წარმატებული, ცხრა ჩემი მოსწავლეები ყოველთვის საპრიზო ადგილებს პირველ სამეულში საქართველოს მასშტაბითაც კი ქონია წარმატებები მუდმივად უწყვეტად და ამავდროულად გარემოება მოიტანა ეხლა, რომ განსაკუთრებულად აი გასული წელი იყო რაღაც ისეთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, რომ თითქოს ყველა სეგმენტმა ერთდროულად გააჟღერა ჩემთან, რომ აი უნდოდა ჩემთან მოსულიყო აი არაფორმალური განათლების მნიშვნელობა იცით უკვე თქვენ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია. აი ვისაც არ ყოფნის ეს სკოლაში, საკლასო ოთახში დრო და უნდა რომ უფრო დაკავდეს და მეტი დრო დაუთმოს ხელოვნებას და მეტი სიკეთე მიიღოს, აი ასეთი პიროვნებებიდან წამოვიდა თხოვნა კი არა მოთხოვნა, რომ არა უნდა მიგვიღოთ, უნდა მოვიდეთ თქვენთან გვინდა გელოდებით. და აი ეს იყო სკოლამდელი, მშობელი, კოლეგა, ნუ პროფესიით ხელოვანი დამწყები პედაგოგები, იყო თუ აი ყველა ნებისმიერი სეგმენტი, ვინაც რატომღაც გასულ წელს მოხდა, რომ ყველა ამ ერთი წლის განმავლობაში გააჟღერა, რომ ჭირდებოდი. და ამიტომ ეს გადავწყვიტე, რომ დიახ, ეს აკადემია უკვე და მიმეცა ისეთი უკვე მასშტაბური სახე და ხასიათი და გააფართოებას, რა თქმა უნდა, ხა გეგმავ კიდევ უფრო გაფართოებას შენობის, რა თქმა უნდა, სივრცე ვჭირდება, მოთხოვნიდან გამომდინარე, დიახ, ვჭირდება სივრცე უკვე, რომ წაიღოს ყველამ ის ჩემგან, რაც მას ჭირდება. უშუალოდ გამოფენასკენაც გამოფენას და აი აქ მივედი ახლა ზუსტად თვითონ გამოფენა ვისაც ვაკეთებთ, ვისაც გვინდა დავეხმაროთ, არის ჩვენივე გუნდის წევრი. და აი ეს პიროვნებაც ქალბატონი 2 თვის წინ დამეკავშირდა და მანაც მითხრა, რომ ნატო მჭირდები და უნდა მოვიდე შენთან აკადემიაში, რა თქმა უნდა. მივიღეთ დიდი სიხარულით, სიყვარულით და პატივისცემით და ეს უკვე ამ ქალბატონს ესეჭიროება საკმაოდ ძვირად ღირებული იმუნოთერაპია. გადის მკურნალობის კურსს და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამოფენით იყოს გამოფენა გაყიდვა და დავეხმაროთ ამ საკითხშიც, გარდა იმისა, რომ თერაპიულად, როგორც არტ-თერაპია ვეხმარებით და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხელოვნება ამ მიმართულებით.
გვინდა კი ბატონო, გუნდის წევრების გარდა როგორ შეიძლება დავუშვათ სხვა მოქალაქეები შეერთონ ამ ბავშვში, სად იქნება ეს გამოფენა, რომ მოვიდნენ ამ რამე დავუშვათ გადარიცხვის შანსი იქნება თუ რაღაცა, როგორ შეიძლება მივაწოდოთ? ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს გამოფენაზე, ვიწევთ ნებისმიერ მსურველს ვეპატიჟებით. გამოფენა მოეწყობა 28 ივნისს 3-დან 4 საათამდე გვექნება ძირითადად მოწვეული სტუმრების მოლოდინი. გორგილაძის 111-ში სასტუმრო Best Western პრემიერის რესტორან Emerald-ში გვემასპინძლებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია. გაიღონ ის რამდენი შეუძლია და შეიძინონ ნახატები და დაეხმარონ და მიიღონ მონაწილეობა. კი ბატონო, შესანიშნავია ეს იგი 28 ივნისს 3-დან 4 საათამდე გაქვთ საშუალება გააკეთოთ კარგი საქმე ნებისმიერ მოქალაქეს არამარტო გუნდის წევრებს და შესაბამისად ამ ერთ გუნდად გაერთიანდეთ იმისთვის რომ შეიძინოს, მიიღოს მონაწილეობა, მოვიდეს, ნახოს, დატკბეს ხელოვნების ნიმუშებით და გაიზიაროს. თქვენ ასევე ხართ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი. როდის გახდით ამ ასოციაციის წევრი და ზოგადად როგორ ფიქრობთ რა არის მსგავსი ასოციაციების მიზანი და მთავარი არსი, რასაც ემსახურებით თქვენ? დიახ. მინდა აღნიშნო, რომ წევრი გავხდი მეორე წელია უკვე, რაც აჭარის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის წევრი ვარ და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მართლა სიკეთეებს აკეთებს ბიზნესმენი ქალების ხელშეწყობის მიზნით, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ხელს უწყობს ბიზნესებს, საწყის ეტაპზეც თუ უკვე უყარად შემდგარ ბიზნესებს, თუნდაც ეს ხელშეწყობა ახლა გამოფენის გაშუქება და მსგავსი ტიპის ხელშეწყობები ჩართულობა, განმავითარებელი ბიზნესის განვითარების მიზნით ძალიან მრავლად ხდება ნამდვილად ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის მხრიდან და ძალიან მადლობელი ვარ ამ ორგანიზაციის ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ინფორმაციისთვის. ჩვენ შეგვიძლია რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს თუ როდის გაიმართება ეს საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, შეგვახსენეთ თარიღი. დიახ, გამოფენა გაიმართება შაბათს 28 ივნისს 3-დან 4 საათამდე, ველოდებით 15-დან 16 საათამდე გორგილაძის 111-ში სასტუმრო Best Western პრემიერის რესტორან Emerald-ში. კი ბატონო, შესანიშნავია წარმატებას გისურვებთ ამ მნიშვნელოვან ამბავში, არა მარტო თქვენ, არამედ ყველას, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, ვისაც გული შესტკივა ერთმანეთზე, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეიძლება გავძლიერდეთ როგორც საზოგადოება, როდესაც ერთმანეთს გვერდში ამოუდგებით, მით უმეტეს, როდესაც შეიძლება არც იცნობდე ადამიანს, ხო, საზოგადოება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს. შესაბამისად, წარმატებები კარგად გრძანდება და ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდებით ისევ ეთერში. დავბრუნდით, ესე იგი, პატა და მე ხომ მაინტერესებს, როგორი დამოკიდებულება გაქვს ღვინოსთან? დამოკიდებულება არ მაქვს. პირდაპირ მნიშვნელობით არა, რა თქმა უნდა. ხო, რა ვიცი, არსებობს ისეთი ღვინის სახეობები, რომელსაც ასე მარპიოდ ვერჩაული, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა თან ჩვენთან წლებია, მე არ ვიძახი იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ ღვინის სამშობლო ვარ და ასე შემდეგ, ფაქტები დადასტურებულია უკვე დიდი ხანია. ჩვენ ორგანულადაც ღვინისადმი რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი ღვიძლის ფერმენტები და ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ღვინოსთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ჩვენ ორგანიზმს არ უჭირს, რა თქმა უნდა, ჯანსაღ რაოდენობაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ალკოჰოლიც და თამბაქოც იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, როდესაც მას მოიხმარენ ისე, როგორც მოიხმარენ ზოგიერთები, შესაბამისად 1-2 ჭიქა არომატის სასწაული, ამაზე მთელი შრომა, ეხლა მთელი ისტორიაა წარმოიდგინე, იმ თითო ჭიქაში მინიმუმ 1 წელი შრომადებს გაუჩერებელი დაწყებული
ვაზის მოვლიდან ადგილზე დამთავრებული კრეფით, ამასაც ხო ცალკე ტრადიციები აქვს, კრეფის პროცესი, დაწურვის პროცესი, ამას დაშინებულია მთელი მითები, ზღაპრები, ლექსები, ლოცვები, რომელიც ახლავს და ანუ რაღაცა საკრალური სასმელია და კიდე ერთი მიზეზი, რისთვისაც დავუშვათ ის ყოველთვის ზომიერად და მოწიწებით უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ამაში უდიდესი შრომაა ჩადებული და აი ეს უბრალოდ დაკარგო ისე. ხო, ამიტომ ისე რომ გონი დაკარგო და აღარ გახსოვთ. ეგ ცალკე პრობლემაა, ამბობ რომ ამ ხელა შრომა წარმოიდგინე, ტორტი რო გიდევს მაგალითად დაბადების დღის და ერთმა სტუმარმა რო გადაწყვიტოს გააბჩინოს პირი და მთლიანად გადაყლაპოს ეს ტორტი, ხო? აი ისევეა ნაჭერი ხო? გემრიელა თუ შეგერქოს, თან გაიგოებს მთელი შრომა, არომატი, ხე მე დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს გადმოცემულს მყვები, როდესაც აი ყველაფერს პროფესიონალი დეგუსტატორი მაგალითად, როდესაც ღვინოს ხნოსავს, შეიძლება ისიც გითხრათ, რამდენ მეტრში ვაზიდან რა ხე იყო დარგული, რომლის ყვავილის არომატია იქ ჩართული და აი სასწაულია ისე კარგად მოყვებით, თქვენი დიდი სწავლები მიხებდი ამაში მონაწილეობა და ცოტა. საინტერესოა, რომელი ღვინო უფრო გიყვარს, წითელი თუ თეთრი? წითელი. ნახევრად ტკბილი? ჩემში ბავშვი ყოველთვის მიბიძგებს, რომ ნახევრად ტკბილი, დალიე, გასინჯე ამ დროს ცოტა ზრდასრული რეცეპტორები მეუბნება, რომ აი მშრალი რა თქმა უნდა არის ის სხვადასხვა ღვინოები, სხვადასხვა ყურძენი, რომელიც სხვადასხვა ემოციას იწვევს და მიყვარს, მშრალი ღვინო მიყვარს. სხვათა შორის მე როცა მსგავს საკითხზე მაქვს ხოლმე საუბარი და ადამიანებთან, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან ღვინოში და ანუ არა მარტო ამ მიმართულებით, ნუ ზოგადად ვინც ამ საქმით არის ხოლმე დაკავებული, მეუბნება რომ მოусმინე. აი ჭიქას რო აიღებ ხელში და რო გიჭირავს ჭიქა, მანამ სანამ დააგემოვნებ, ესაუბრე და მოусმინე, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრ რამეს გეტყვის და აი სწორედ ახლა შენ მაგას აღნიშნავდი, რომ ხელა ისტორია აქვს, აი ჩვენ რო ჭიქა გვიჭირავს და ერთი სული გვაქვს ხოლმე, როდის დააგემოვნებ და უნდა ეს თრობამდე არ უნდა მივიდეს, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მაყურებელს, რომ თელ ხილს კარგავს ახლა რაზეც შენ საუბრობდი და ის ისტორია, რომელიც აი ამ ჭიქამდე, სანამ ჭიქაში ჩაისხმევა, ამ ჭიქამდე არის, აი ეს არის მთელი ხიბლი და მთელი ისტორია ჩვენი, ხო, რა ვიცი. რატომ დავიწყეთ ახლა ჩვენ ამ საკითხზე? საუბარი. ახალშენი 2025 ღვინის ფესტივალი გველოდება წინ, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ გავეცნოთ ღვინის სხვადასხვა ჯიშებს და მწარმოებლებს და შეგვეძლება ასევე, რომ დავაგემოვნოთ, აი როგორ რა ფორმატით იქნება ეს გამოფენა, როდის გაიმართება, სად გაიმართება, რა დაგხვდება იქ მისულებს და როგორ გაგვიმასპინძლდებიან, ამას უკვე ჩვენი სტუმარი გვეტყვის. საქართველოს ღვინის კოლექციის დამფუძნებელი უნდა შემოგვიერთდეს ლიზა გრიგალაშვილი. გამარჯობა, მოგზავნით. მოგესალმებით. მოგზავნით. დავწადით. როგორ ხართ? კარგად, მადლობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. მოკლედ მოგვიყევით ფესტივალის შესახებ. როდიდან აიღო სტარტი ამ ფესტივალმა? რა არის ამ ფესტივალის მიზანი, არსი და როგორი არის თქვენი მოლოდინები? ბატონო, მოკლედ ეს ფესტივალი იქნება ჩვენი ორგანიზაციისთვის პირველი ასეთი მასშტაბის ფესტივალი. პირველად ტარდება მსგავსის ფესტივალი თუ გულისხმობთ ფართო აუდიტორიას? ფართო აუდიტორიას გულისხმობ. პირველი ფესტივალის ლოკაცია შევარჩიეთ ბათუმი. ჩვენ ფესტივალი იქნება ახალშენი 2025. გვექნება ახალგაზრდა მეღვინეობის კონკურსი, ღვინის დაგემოვნება, გამოფენა, გაყიდვა და ასე შემდეგ. თვითონ იდეა ამ ფესტივალისა წამოვიდა ისე ლოკაციასთან მიმართებით, რადგან გვინდოდა რომ ის ღვინო, რაც ბათუმში ისხმება, თქვათ ნაკლებად ცნობილია იმ ადამიანებისთვის, ვინც კახეთიდან ჩამოვლენ, იმერეთიდან ჩამოვლენ და ერთმანეთის ღვინოებს გაიცნობენ. მოკლედ გვინდა რომ ღვინის გაცვლა გამოცვლა მოხდეს ერთგვარი, როგორც სარეალიზაციოდ, ისე ცნობადობის მიზნით და აი სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი ბათუმის არჩევისაც და ფესტივალის ჩატარებისაც. კონკურსი ახსენეთ, ხო? როგორც მახსოვს, აი როგორ გაიმართება ეს კონკურსი? რა კრიტერიუმებით გამოვლინდება გამარჯვებული? ესე იგი, ახალგაზრდა მეღვინეების ღვინოს ჩვენი სპეციალურად დაკომპლექტებული კომიტეტი შეაფასებს, რომელშიც შედიან ქართველი და უცხოელი სომელიეები, ღვინის ექსპერტები
კონცერტები და გამოვლინდება საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინის ღვინო და ამის გარდა საუკეთესო ღვინო თეთრი და წითელი აჭარის. რადგან ბათუმში ხდება ეს ყველაფერი და შვენიერი აქცენტი გვინდა რომ გავიღოთ სწორედ ბათუმის ღვინოზე ამის გარდა ქედის მეღვინეებთანაც გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია იქმნება რეესტრი ეტაპობრივად და ამის შემდეგ დაუკავშირდებით შესაბამის ორგანოს გვინდა რომ აუცილებლად ქედა დაემატოს ადგილწარმოშობის რეგიონებში. შესანიშნავი ამბავია. თქვენ ლაპარაკში ახსენეთ ახალგაზრდა მეღვინეები და ახლა ვფიქრობდი იმაზე რომ გისმენდით რომ ღვინის ასე ვთქვათ შემქმნელი ყოველთვის ასოცირდება ალბათ ისტორიულად სტერეოტიპულად რომ აუცილებლად პაპაა ხო? პაპა და ვიღაცა ახლოს ვით პაპას და ახალგაზრდა შემქმნელი რაღაცნაირად ყურში ხვდება რომ მე ხვდები რა მაგარია ხო? ანუ არსებობს ადამიანები რომლებიც დღეს უკვე რომლებიც ახალგაზრდობიდან ამას ირჩევენ როგორც მთავარ საქმიანობას. კი ბატონო, სხვათა შორის ბოლო 5-6 წელია, რაც ეს ტენდენცია წამოვიდა და საკმაოდ გაიზარდა რიცხვი ახალგაზრდებისა, რომლებიც აბარებენ მეღვინეობაზე, გადიან სხვადასხვა კურსებს, თუნდაც უცხოეთში იღებენ განათლებას და უკან ბრუნდებიან აქ, რადგან სწორედ ის პაპის ტრადიცია გააგრძელონ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, სწორედ ეს იყო ჩვენი მთლიანი ფესტივალის იდეა და ძალიან ბევრი პარტნიორი დაგვიდგა ამის გამო გვერდში ემხრა ჩვენი ღონისძიება სასტუმრო გრინუჩი ჩატარდება თავის ტერასას გვითმობენ, სადაც ეს ყველაფერი იქნება ჩვენი მეგობარია ყავა საბათუმო, ასევე ჩვენი მეგობარია სალონი დაიმონდი, მოკლედ ყველა მოკლედ ბევრი ადამიანი გაერთიანდა მის იდეამ რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ამ სფეროში. შესაძლოა მე ძალიან ხიბლავს ახლა ეს იდეა თქვენ რასაც ამბობთ, სადაც პაპაც, მამაც, ნუ პაპას გულისხმობ ჩვენებურად, პაპაც, მამაც და შვილიც უკვე აი რამდენიმე თაობა სხვადასხვა მეღვინეები ერთად იქნებიან და იქნება ანუ ახალგაზრდების კონკურსი ღვინოების წარმომადგენია, ანუ ეს რამდენი ახალგაზრდები მაინც ყოველთვის ცდილობენ რაღაც ექსპერიმენტებს, ხო? სანამ ასაკში რომ შევდივართ, მე კონსერვატიულები ვხდები და შესაბამისად ვიხილავ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს და სხვადასხვა ღვინის ასე ვთქვათ გემოებს ბოლო-ბოლო ახლა შეიძლება ჩვენ რაღაც გქონია რომ აი ეს 100 500 და 1000 წელი თავის დროზე ექსპერიმენტი იყო, თამამი ექსპერიმენტი იყო, ხო ვიღაცამ თავის დროზე გადაწყვიტა რომ ყურძენი უბრალოდ მიეჭყლითა და რაღაცა გაიკეთებინა ამისგან და ჯამში მივიღეთ ეს სიტყვა მთელ სოფლიოში ყველა მის არ არსებობს ენა, სადაც სიტყვა ღვინო არ არის, ხო? თითქმის. და სხვათა შორის მიდის ვარაუდი რომ სიტყვა ღვინიდან მოდის ეს wine და ყველა ენაზე სხვათა იცოდი. იშიფრება კიდევაც სიტყვა ღვინო სხვათა შორის აქვს თავისი კონკრეტულად ქართული სიტყვა. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ ლიზა რომ დაახლოებით 5-6 წელია რაც გაიზარდა მოთხოვნილება მეღვინეობის მიმართ, მაგრამ ასევე ახსენეთ თქვენ სომელი, ეს არის პროფესია. მე მქონდა დიდი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ, უბრალოდ მივხვდი რომ დამაგვიანდა, ან არ ვიცი, ან ჩემი არ არის თქო ვიფიქრე. ხო, ჩემი მონაწილეობა საკმაოდ რთული პროფესია. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის ისტორია ღვინის შესახებ, ყურძნის შესახებ, საიდან როგორ რანაირად რა გზა გაიარა მანამ სანამ ჩვენთან მოვიდა. უნდა იცნობდეს ნებისმიერი სახის ღვინოს, უნდა შეეძლოს შემოგთავაზოს რომელი ღვინო იქნება ჩვენთვის. ყნოსვა უნდა კონდეს. კი ბატონო, ხო უნდა გვირჩიოს. აი ერთი სიტყვით აი ხა მაგალითად მე რო სომელი ვიყო პატაშე რომ შენს მაგიდასთან მაგალითად რომ მოვალ და რომ შემოგხედა, უნდა მივხვდე უკვე შენ რა ღვინო მოგეწონება და კომპეტენცია უნაცდებოდეს უშუქთეთა რაკაიას ძალიან შორს. აი ამ პროფესიის მიმართ როგორი არის ჩვენს ქვეყანაში დაინტერესება? დიახ, იცით რა არის, აი ამ 5-6 წელში ამ დაინტერესების გაზრდასთან ერთად სომელიების რაოდენობაც გაიზარდა, მინდა გითხრათ და ასევე მინდა გითხრათ რომ არ არის ნამდვილად გვიანი, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენი სომელიე ზაზა გრიგალაშვილი გახლავთ, რომელიც ასევე კომიტეტის თავმჯდომარე იქნება. თვითონ საკმაოდ გვიან შეიცვალა პროფესია და შემოუერთდა ამ სფეროს, გაიარა კურსები უცხოეთში და ახლა დისერტაციაც დაიცვა ამ სფეროსთან დაკავშირებით. მე პირადად შევესწარი ამ
ყველაფრის მიმდინარეობას აქედან გამომდინარე, მოკლედ აი ეს ალღო რაც სჭირდება იმას რომ თუნდაც ნიადაგი იცნობენ იმასაც რა იყო დარგული იმ ვაზის გვერდით რომლისგანაც ღვინო არის მთელი ისტორია და ხელოვნება ეს ისე რა ახლა დაინტერესებს სუბიექტურია ანუ არის რა სომელიების აზრი რაღაც კონკრეტულ ღვინოს განსხვავდება თუ იმდენად დეტალურადაა ეს ყველაფერი შესწავლილი რომ პრინციპში აი თუ ვარ სპეციალისტი სომელია თუ ხარ სპეციალისტი სომელია ჩვენი აზრი ყოველთვის ემთხვევა და ხა იცით არის ვინაიდან ღვინოს გემოვნებას უკავშირდება და გემოვნებაზე ვერ ვიდავებთ და გამომდინარე რაღაცა დეტალები არის რაც თქვა ურჩევნია თუმცა სხვადასხვა ადამიანს აღწერა ერთი და იგივე იქნება ხო უბრალოდ იქნება რომ ეს მირჩევნია ეს კი აი პირველად მეც როდესაც ჩემ თვალით ვნახე ეს პროცესი რამოდენიმე სომელია ikრიბება ამ კომიტეტში და არჩევენ ამ ღვინოს ის ხარვეს რასაც აფიქსირებენ თავისი სახელებიც აქვს ამას ყოველთვის ერთნაირს აფიქსირებენ ასევე რაც არომატებს ყოველთვის თავისი სახელები აქვს ის არასუბიექტური აზრი ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს აჰა გამოდის რომ სუბიექტური რჩება მხოლოდ ის რომ მე უბრალოდ ეს მირჩევნია კი ბატონო ამ კონკრეტულ მომენტში ამ ტემპერატურაზე ამ ამინჩი ამ სეზონზე და ასე შემდეგ რა მაგარია იცი რა მე მაინტერესებს კიდე რა თქმა უნდა ინდივიდუალური იქნება ეს გემოვნების მიხედვით მაგრამ აი ყველაზე მეტად დიდი პოპულარობით რომელი სახეობა სარგებლობს იცით რა არის უფრო სეზონებს გააჩნია ჩვენი ქვევრი საქართველოში ყოველთვის მოთხოვნადია და არა მარტო საქართველოში მე ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი როდესაც ვნახე რომ გერმანიაში ერთ ფესტივალზე ყავდა წარდგენილი რამდენიმე მეღვინეობა სადაც ყველა უცხოელი ითხოვდა ქვევს და იცოდნენ უკვე რაც იყო და მათთვის ცოტა რთულია ქვევრის მიღება, მაგრამ ესეც აღარ ყოფილა უკვე მიეჩვივნენ ამ ჩვენ სპეციფიკას. აქედან გამომდინარე ეს ქვევრის ღვინო ჩვენთვის ყოველთვის მოთხოვნადია საქართველოში, მაგრამ ზაფხულში უფრო ტვიში, როზე და ესეთი შედარებით უფრო სუბუქი, ღია ფერის და ჩაცილება რასაც უხდება. ძველი ღვინის ჭიქით რო ვიცით. ისე ნახევრად კბილი, ახლა თქვენ ახლა ამ ამბავში ხართ ეს უნდა ვიკითხო, შეიძლება ხო, ნახევრად კბილი და მშრალი ღვინოს ერთი და იგივე ყურძნიდან გაკეთება შესაძლებელი ხო არის? თუ მაინც და მაინც რეგიონი უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიცით ახლა ხო ქიძმარაულით საფერავია, მაგრამ ქიძმარაულის ტერიტორიაზე აკეთებენ ნახევრად კბილად თუ უბრალოდ იმ ყურძენშია მეტი შაქარი? იცით რა არის შეიძლება რეგიონის ერთი იყოს თუმცა გამოვიდეს სხვადასხვა თქვათ ერთი ნახევრადმშრალი, ნახევრადკბილი, ნუ ამ ხელა გრადაცია არ იქნება, თუმცა არის მაგალითად ოჯალეში, რომელიც ნახევრადკბილია, არის ოჯალეში, რომელიც მშრალია, ნახევრადმშრალს ვქვილის, ხო? ხო, რა, ამ ბოლო დროს გამოჩნდა უბრალოდ ახლა ქისი ვიცოდი, მაგალითად მშრალი ხო დიდად მართლა კი ვერ ვერკვევი რაღაცებში, მაგრამ იყო ვიცოდი მშრალი და ახლა რაღაც დავინახე ბოთლებში ნახევრადკბილია წერია. კი შეიძლება იყოს კუპაჟიც, თქვათ, სხვა ყურძენი ქონდეს შერეული. ამ დროს ამინცას დიდი მნიშვნელობა აქვს, აი მაგალითად არსებობს სპეციალური ღვინო, რომელსაც უნდა დაარტყას ყინვამ და მერე კრეფენ ამ ყურძენს, მერე ასხავენ. აი სვაინს გულისხმობ? კი ბატონო, კი. ძალიან გემრიელია, ჩემნარი ბავშვური რეცეპტორების ქორე, აი ტკბილია, ხანდახან ისეთი სული, ჩაივით ტკბილია. თქვენ თუ ხართ ღვინის მოყვარული? კი, გახლავართ. რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ღვინო? ჩემი საყვარელი ღვინო ოჯალეშია. იქიდან გამომდინარე, ნუ ძალიან მიყვარს თვითონ ეხლა ისტორია აქვს, ამ ისტორიიდან გამომდინარე, რაღაც პირველი ღვინო იყო, რომელშიც მართლა აღმოვაჩინა ეს ყველა არომატები, რაზეც სომელიეები საუბრობენ. ცოტა რთულია ადამიანს, ვინც არ არის პროფესიონალი სომელია და ისტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ ურთიერთობას ღვინოსთან, ხო? კი, ამიტომ აი პირველი იყო, რომელზეც დავაკვირდი და მართლა ყველაფერი თან როდესაც უსმენ უკვე როცა ამბობენ ამ არომატების სახელებს, მე უფრო გრძნობს ადამიანი და აქედან გამომდინარე ძალიან ოჯალეში სამეგრელო დასავლეთი და დასავლეთი. კი, ძირითადად აქედან მომჯერებს ჩვენს გვექნება წარმოდგენილი, ნუ ყველა სახის, ყველა რეგიონის და ყველანაირი ღვინო გვექნება. კახურ ღვინოზე რა სიტყვის? კახურ ღვინოზე მე ვფიქრობ, რომ ცოტა მძიმეა. კი, ცოტა მძიმე ნამდვილად არის, თუმცა ის ჩემი აზრით ყველა ღვინის მოყვარულის გზა იწყება ჯერ ნახევრადკბილი ღვინოებით, ტკბილი ცოტა ისეთი მარტივად დასალები და უკვე მე ვართულებ და მეც აი ამ ეტაპზე რომ გადავედი უკვე კახური ღვინის შეფასებას დავიწყე და შეცდომად. ხო, შეგვიძლია პირდაპირაც თქვათ, რაც პრინციპში თავიდანვე თქვენს აღნიშნეთ და ჩვენს აღნიშნეთ, რომ ღვინო გაჩენის დღიდან დღემდე ადამიანთან ერთად გადიოდა ამ ევოლუციას და გაცდა პრინციპში არც იყო ამისთვის განკუთვნილი, მაგრამ აბსოლუტურად გაცდა ყველა თაობაში მალე ცდება ძალიან
იმ ასე ვთქვათ მომენტს, სადაც ის უბრალოდ რაღაც ალკოჰოლური სასმელია, რომელიც რაღაც მდგომარეობამდე ასე ვთქვათ, რომელსაც ვიღა აუცილებლად მართლა საკრალური რაღაც არის, ეს არის რაღაც სხვანაირი ურთიერთობის მომტანია, ხო? ერთეული რაღაც სასმელი არსებობს, მაინც ალკოჰოლს არ გულისხმობ, ბუნებრივია, სადაც ამდენი ასე და ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი არა მარტო ადამიანთან, არამედ ღვინოსთანაც. კი, ნამდვილად, აი მე მაგალითად თავიდან ესეა ვერ ვერკვევდი პროფესიონალურ დონეზე, ნამდვილად ვერ ვერკვევდი ღვინოში. ამისთვის არის ჩვენი გუნდი ასეთი დიდი, რომ ყავს ადამიანი ყველა განხრიდან და მათ შორის ყავს სომელიები, ვინც კარგად ერკვევიან ღვინოში. თუმცა ჩემი სფერო უფრო არის ის, რაც ქართულ ღვინოს სჭირდება, რომ თუნდაც საზღვრებს გარეთ გავიდეს და საქართველოშიც მეტი პოპულარობა მოიპოვოს. აქედან გამომდინარე, თავიდან მე ღვინოს ვუდგებოდი, როგორც იმას, რაც საჩუქრად აქვს საქართველოს და რაც ჩვენი სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ქვეყანაში თუ ნებისმიერ ეკონომიკურ სივრცეში და უკვე ამ ყველაფერთან ერთად ნელ-ნელა დავიწყე ღვინის შეცნობაც და ორმაგად დავაფასე ის, რომ ის რაც ჩვენი სავიზიტო ბარათია, ასევე არის ის რაღაც, რაც ადამიანს პიროვნულადაც შეიძლება ძალიან უყვარდეს. ნუ როგორც ვიხდი, ფესტივალი არის საშუალება, სადაც ერთდროულად თავს იყრის უამრავი ადამიანი და დამგემოვნებლების თვის ეს საჩუქარია ცალკე, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ იქნება თავიდანვე რო აღნიშნეთ, ახალგაზრდებსაც და უკვე გამოცდილ დაღვინებულ მეღვინეებს, ეს კალამბური გამოვიდა ხა, აქვს საშუალება გაცალონ ინფორმაცია, თან ეს ყველაფერი სომელიების მედიატორობით, ანუ თქვენი, ასე ვთქვათ, დიდი გაერთიანების მედიატორობით და საბოლოოდ, ნუ ერთია რომ შენი გამოქმედა არის გიყვარს, ხა ბუნებრივია რაც არის ღვინო იქნება თუ კალამი, მაგრამ მეორეა, როდესაც სპეციალისტიც, რომელიც ობიექტურად აფასებს რაღაცებს, შეიძლება არ მოეწონოს დაუშვათ პიროვნულად, მაგრამ აღნიშნოს ყველაფერი, რომ იქ სასწაულია. უბრალოდ ჩემთვის სხვა, ხო? და ხებულობ ამ ობიექტურ შეფასებას და ხვდები, რომ შენ კი გიყვარს, შენი პირშუა, მაგრამ აგერა სპეციალისტებსაც მოსწონთ. და უკვე წმუნდები, რომ ფრთებში მოკლედ მნიშვნელოვანი ჩვენი შეფასებას მოწონთ. ლიზა, ექსპორტი ახსენე, როგორც მოვისმინე და გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს ძალიან უყვართ ქართული ღვინო და დიდი სიყვარულით არიან განწყობილები, მაგრამ აი საინტერესო არის, როგორი არის თქვენი დაკვირვების თუ არის ჩატარებული უახლოეს პერიოდში კვლევები, როგორი მოთხოვნით სარგებლობს ქართული ღვინა ქვეყნის გარეთ. აი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა ყოველთვის არის ეს ლოჯისტიკის პრობლემა. რისი პრობლემა? ლოჯისტიკის ვინაიდან უფრო დიდი კომპანიები მარტივად ახერხებენ გარე ბაზრებზე გასვლას, თუმცა ის ღვინო, რითიც ჩვენ არანაკლებ ვამაყობთ, არის მცირე მეღვინეების ჩამოსხმული, უფრო მცირე ტირაჟით, მათთვის ცოტა რთული დასაორგანიზებელია ის, რომ უკვე იქ თაროებზე დაახვედრონ იქაურ მომხმარებელს ეს ღვინო და სწორედ აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება გავზარდოთ ცნობადობა ამ ღვინოების როგორც საქართველოში, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში გაიზრდება, უკვე მერე დიდი შანსია საზღვრებს გარეთ ცნობადობის გაზრდისაც. ამიტომ აი გვინდა რომ მცირე მეღვინეებსაც მიეცეთ, თუნდაც კოლექტიურად შეთანხმებით, აი ეს შესაძლებლობა რომ გაიტანონ ექსპორტზე და ესეთი ღონისძიებები ვფიქრობ ყველასთვის კარგია, ვინაიდან ის ადამიანი, ვინც ამ ღვინოს ყიდულობს, ის ადამიანი, ვინც ასხავს და აფასებს, ერთად იკრიბებიან და იმ ინფორმაციის გაცვლით უკვე ამ ღვინის უკეთესი ვარიანტი შეიძლება რომ შეიქმნას და ასევე ჩვენ მოწვეული ყავს რესტორნების, ბარების წარმომადგენლები ბათუმიდან, ვინაიდან მათთვისაც აქ ერთ ადგილში შეიკრიბება სხვადასხვა რეგიონების და ამდენი დასახელების ღვინო და გვინდა რომ აქაც შედგეს ბათუმთან კომუნიკაცია. ხო, ბუნებრივია, როდესაც დამწურავსა და მომხმარებელს შორის შუამავალი ბევრია და ეს არა მარტო მაღაზია, ასე ვთქვათ, ხო და ყველა ვერ მიაკითხავს თვითონ ღვინის მკეთებელს და ამიტომ ბარები და რესტორნები პრინციპში ეგაა სამედიატორო ადგილები, სადაც რეალურად მე უკვე პროცესში ღებულობ უშუალო კი ბატონო, აი გვინდოდა რომ ეს საოცრებლად განხორციელებულიყო ჩვენს ფესტივალში, ვინაიდან აი მე რამდენ ფესტივალზეც ნამყოფი ვარ უცხოეთში, სულ იქ არის აი ეს ნარატივი და არ არის ისეთი არაფერი, რაც არ შეგვიძლია რომ ჩვენ საქართველოში განვახორციელოთ, როცა ღვინო ესე გვიწყობს ხელს. ანუ ჩვენი ერთადერთი ჭყალებში პრობლემა არის როგორ წავიღოთ, როგორ მივიტანოთ და მივიტანოთ ისე რომ როგორც ჩაფიქრებული იყო ის გემო და რაღაცა, ანუ
იგივე ხარისხით, იგივე მდგომარეობაში მივიდეს, რომ ის ადამიანი როგორც იქ გასინჯავს და გემოს გაიგებს, რომ მანამდე ზუსტად იგივე შეფასება იყო თავის დროსაც. შესანიშნავი. როგორც ვინაიდან აღნიშნულ ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს ღვინის განვითარებაში, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი გახდება ყოველწლიური. კი, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, გამოხმაურებაზეც არის დამოკიდებული, რომ ყოველწლიური სახე მივცეთ ამ ფესტივალს. თან აი მე რა პასუხით მივიღე ხო მეღვინეებისგან არის, რომ თვითონ აქვს ძალიან დიდი სურვილი ბათუმში მონაწილეობის მიღების ფესტივალზე და ესე დიდი გამოკვეთილად ჯერ აქამდე არ ყოფილა. აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყოველწლიური სახე მივცეთ. მოლოდინი გაქვთ. მშვენიერ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდის გაიმართება აღნიშნული ფესტივალი 28 ივნისს, ხო? 28 ივნისს. შაბათი დაატვირთულია ასეთი მოვლენებით. კი ბატონო, 12 საათზე ფესტივალი ახალშენი 2025, ეს იქნება ღვინის ფესტივალი, სადაც თქვენ შეძლებთ გაეცნოთ უამრავ სახეობას. აქედან ახლოს და შესაძლებლობა გქონდათ დააგემოვნოთ ბოტანიკურ ბაღთან, აუცილებლად გეოდებით პირველში თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ამ საშუალებისთვის ყველას, ვინც გვისმენს, ვინც გიყურებს, შეგიძლია თამაში მიიღოთ მონაწილეობა და პრინციპში შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდა მეღვინეც გიყურებდეს ახლა, რომელიც ახლა იდგამს ნაბიჯებს და ფესტივალები თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გამოაჩინოთ თქვენი ნამუშევარი და გამოიტანოთ ფართო ასპარეზს. რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ და გისურვებთ, რომ თქვენი მიზანი, რაც საფუძვლად უდევს ამ ფესტივალს, იყოს გამართლებული. აბა დროებით და ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. აი ეს შემომრჩა კარგი ხასიათი. ზაფხულს უხდება კარგი განწყობა და არ დაგვაქვს კიდევ რა უხდება ღვინოს პატა. ღვინოს უხდება ასევე შენ წარმოიდგინე ქვევრებში აღმოჩენილი ყველი. რომელიც ასევე შეიძლება ანუ მნიშვნელობა პრინციპში დიდად კი არა აქვს სად იყო აღმოჩენილი და ვინ დაიწყო პირველად რაღაც კეთება. თავარი არის დღეს შერაშვები. ხო, შენმა პაპამ გააკეთა, მაგრამ შერაშვები, ხო? შერაშვები. შენ კარგი იკეთებია, პაპამ გააკეთა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან თავამდე გადადიოდეს. ყველზე იმიტომ ვთქვი, რომ ყველიც იპოვეს ქვევრებში ასევე რამდენიმე ათასი წლის. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. და კარგია რომ დღესაც ამას ვინარჩუნეთ, პოულობ და ის ცარიელი სიამაყე კი არ არის ჩვენი 2000 წლის წინანდელი 13 წლის წინანდელი წინაპრის გაკეთებული, არამედ ახლა უშუალოდ ჩვენი თანამოქალაქეები უშუალოდ ღებულობენ ამაში მონაწილეობას და ზრუნავენ პროდუქციის გაუმჯობესებაში. მე ახლა მახსენდება ბაბუაჩემის და პაპაჩემის სიტყვები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართველმა უნდა იცოდეს კარგი ღვინის გაკეთება, უნდა ერკვეოდეს ღვინის ისტორიაში, უნდა შეეძლოს იცნოს, რომელი არის კარგი, რომელი არის არც თუ ისე კარგი, რომელი არის სუფთა, უნდა შეეძლოს კარგი თამადობა, სადღე გრძელო და კიდევ რა უნდა შეეძლოს? ქართული ცეკვა, რომელიც ძალიან უხდება. აი ამ ეს ახლა მივხვდი რომ მიყავდი იქამდე რომ მე მეპასუხა და მე ჯიუტი ბავშვი არ მივხვდი ხო ქართული ცეკვა რომელიც ქართველებს სისხლში გვაქვს გაჯენილი და ძალიან კარგი არის მე ისეთი რაღაცნაირად ბოლო წლების განმავლობაში სულ გვიწევს ხოლმე თქმა რომ აი ბოლო წლებში გააქტიურდა ქართულ ცეკვას არასოდეს არ აკლდა აქტიურობა და პოპულარობა მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად რო ვაკვირდები ახალ თაობას დიდი ინტერესი აქვს ცეკვის ამ მიმართულებით კონკურენტი ცეკვები რომლებიც აი ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა მაინც ვერ ჯობნიან და ეს ძალიან მიხარია და ხარია რომ ქართული ცეკვა არ კარგავს იმ უძველეს იერსახეს რაც უდევს საფუძვლად. ქეთა ჩუთლაშვილის დაიმუხტე უნდა ვნახოთ ახლა და საინტერესო არის როგორ გაართვა თავი ქეთამ ამ ყველაფერს, ნუ სიმაღლე აღნაგობა, გარეგნობა ხელს კი უწყობს, მაგრამ ის თავარი რაღაცა კი ბატონო, ხო, მოდი ნახოთ ახლა ქეთას რუბრიკა და გავიგოთ რომელ ცეკვაზე შეაჩერა და რა იმეთებით იმუხტებოდა კონკრეტულად, ხო? კი ბატონო.
გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლებში უნდა მოკალათდეთ და რა უნდა ქნათ, აუცილებლად უნდა დაიმუხტოთ. დღეს ჩემთვის ყველაზე საყვარელ აქტივობას ვიღებ. და ჰო, აუცილებლად უნდა გაიმეოროთ. წავედით! შეუძლიათ თუ არა ცეკვას ენერგიის ამაღლება და მთელი სხეულის გამოგვიწება? კი, რა თქმა უნდა, შეუძლია, იმიტომ რომ მოძრაობისას მთლიანი სხეული არის დატვირთული და სხეულის ყველა ნაწილი არის აქტიურ მოქმედებაში. თან შინაგანად როცა ცეკვა გვიყვარს, გამოვყოფთ ბედნიერების ჰორმონს, ასე რომ კი, რა თქმა უნდა. აუცილებელი არის თუ არა, რომ პროფესიონალურ დონეზე ვიცოდეთ ცეკვა, თუ უბრალოდ მოძრაობებით საკმარისია? ჩემი აზრით, საერთოდ არ არის აუცილებელი პროფესიონალურად ვიცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანს ზოგს აქვს სიყვარული ცეკვისადმი, თუმცა რაღაც ბავშვობიდან არ დაუწყია ცეკვა და მოყვარულის დონეზე მაინც უნდა შეისწავლოს, ხო? შესაბამისად, მარტივი მოძრაობებიც კი მათთვის არის რაღაც ბედნიერების განცდა. რა დადებითი თვისებები აქვს ცეკვას, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისით? ფიზიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, მოცეკვავე სწავლობს სწორ დგომს. სხეული არის ყოველთვის ტონუსში. ასევე ვინც არის ცოტა წელში მოხრილი, აი ნულიდან დამწყები ასაკის ბავშვებისთვის თავიდან ცეკვაზე შემოყვანა არის იდეალური, იმიტომ რომ თავიდანვე სწავლობენ გამართულად დგომას და იდეალურია ასევე ჯანმრთელობისთვისაც. ემოციური თვალსაზრისით, როგორც აღვნიშნე, კონკრეტული დატვირთვა ხო აქვს ცეკვას და ნებისმიერი სიმღერის ჩართვაზე სიმღერა თვითონ გვეუბნება უკვე რა შინაარსის არის ეს ცეკვა, ხო? და ემოციური თვალსაზრისით მათში უფრო განსხვავებულ ემოციებს იწვევს აქედან გამომდინარე. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს უხერხულობის შეგრძნება ცეკვის დროს და როგორ შეიძლება რომ გადაალახონ ეს სირცხვილის ხრწნობა? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მოცეკვავე არავინ დაბადებულა, თავიდანვე სწავლობთ ხო ყველაფერს. საკუთარ თავს უნდა დაუთმო რაღაც გარკვეული დრო. თუნდაც არკესთან ვარჯიში, ვიდეო გაკვეთილები, ვინც ვერ ახერხებს სტუდიაში მისვლას, ცეკვას ხომ მივყავართ რაღაც შინაარსამდე არა და როცა უკვე მუსიკას შეიგრძნობენ, ისინი და წარმოიდგენენ იმ კონკრეტულ ისტორიას, უფრო სხვანაირად იგრძნობენ თავს, ამიტომ უბრალოდ თვალები დახვიჭონ, მიენდონ საკუთარ სიამოვნებას და ყველაფერი გამოუვათ. შეუძლებელი არაფერია. ვისაც დრო არჩება სტუდიაში სიარულისთვის, შესაძლებელი არის თორე რომ სახლის პირობებში გაიაროს პრაქტიკა. უამრავი პლატფორმა არსებობს, სადაც შეუძლიათ რომ ონლაინ გაკვეთილებს დაესწრონ და ონლაინად შეისწავლონ ცეკვები, თუმცა არჩევის სახით, პირველ რიგში, რასაც მივცემდი მათ, არის ის, რომ მოიხსნან ყოველგვარი კომპლექსები. ასე რომ დაძლიან კომპლექსები და დაიმუხტონ დადებითი ენერგიებით. მოდი ახლა მაყურებელს ვაჩვენოთ რამდენიმე მარტივი ილეთი და ერთად დავიმუხტოთ. დავიწყოთ. პირველ რიგში მოძრაობას ვიწყებთ მარჯვენა ფეხით. გადავდივართ გვერდით მარჯვენა ფეხის ნაბიჯით და უკან გადმოგვაქვს მარცხენა ფეხის ცერი. შემდგომ მარცხენა ფეხის ნაბიჯით გადავდივართ გვერდით, ჯვარედი მდგომარეობაში ვათავსებთ მარჯვენა ფეხის ცერს. პირველი რომელი ფეხიც გადაგვაქვს, ანუ მარჯვენა მხარეს, იქითკენ იშლება ორივე ხელი ერთნაირი მიმართულებით. მარცხენა მხარეს როცა გადავდივართ, რა თქმა უნდა, მარცხენა მხარეს გაიშლება ორივე ხელი. ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი მოძრაობა, რომელიც შეგეძლიათ უმარტივესად შეისწავლოთ და ნებისმიერ დღესასწაულსა თუ დაბადების დღეებზე იცეკვოთ და გაიხაროთ გულები. ღიმილი. შეგვეშლება არა უშავს ცეკვავს? აი, როგორი მეწყვილე მყავს. წავიდა. უხუხუს მაჟრიალებს. აქ ყევით. მოდი, მეცეკვე, მოდი. მიჯის პარტია ცვიცი არაა პრობლემა. აბა ვის ქორწილში გავშალო ხელი და მიწერეთ კომენტარებში. ვიღვიძებთ, ცეკვავთ, მოწყენილები ვართ, ცეკვავთ, მუშაობთ, ცეკვავთ და ცეკვავთ. ეგ არის.
აი ასეა ცოტა რიტმი, ცოტა მოძრაობა და მთელი დღე იცვლება. გახსოვდეთ, რომ მოძრაობაში არის ენერგია და ბედნიერება. მომავალ შეხვედრამდე. ხო და კარგად ვიმახსოვრებ ახლა მე ქეთას რჩევას და მინდა უთხრა რომ მეც მინდა ეგ ბედნიერება შევიგრძნო, ამიტომ მალე გითხრას როდის ექნება ქორწილი. თარიღი გვინდა ჩვენ. ბავშვობიდან მახსენდება რა მომენტი იცი გადამდები როა ცეკვა. სოფლის შენება მულტფილმი თუ გაქვს ნანახი, იქ რომ მამალი სოლოს ასრულებს ცეკვის და უკან ძაღლის ბედნიერი სახე როა ასეთი რეთრო აკეთებს რომ ერთი სული აქ გავარდეს და დიდრაც იცეკვას. აი სულ ეს მომენტი მიდგას ხოლმე თვალწინ და ვიღაცა რო ცეკვავს რომ შეც აი არიცი, მაგრამ გინდა რომ ჩაერთო და რა ხელავს შეგრძნება რა. ხო, აი სწორედ მაგას გულისხმობდი რომ ვიძახდი რომ ქართველებს ქართული ცეკვა სისხლში გვაქვს გაჯენილი. თქვა არ ვიცოდეთ, მაგრამ ის მაინც რაღაცნაირად შინაგანი ხელვა გვაქვს ხოლმე და გონიათ რომ ეხლა რომ გავიდეთ დავგლიჯოთ, დავვრთხვნით ისე ის. სხვათა შორის დამოკიდებულება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ცეკვის კონკრეტული ილეთები არ იცოდე, მაგრამ ეს სისხლში გაქვს ეს ამ ინფორმაციულ ველში, როდესაც ცხოვრობ, შესაბამისად, როდესაც გამოვარდები, თუ შენ იმ გაბედულება იმ მომენტში გიყოფა, მართლა იცეკვებ, იმდენად გადამდება და კარგად რომ შეიძლება ვიღაცამ კითხოს კიდეც რომ საიდან ამდენი ილეთი დადიოდი. მოდით მომდევნო თემაზე გადავიდეთ, მართლაც ხშირად გვესმის, ხო? ეკრანებზე, Facebook-ზეც ვაწყდებით სხვადასხვა სოციალურ გულისხმობ, რა თქმა უნდა, არა მარტო Facebook-ს, Instagram-ს ამ შემდეგ, რომ როგორი დიეტა უნდა დავიცოთ, როგორი საკვები უნდა მივირთვათ, რომ ჯანსაღები ვიყოთ, როგორ გამოვიყურებოდეთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საუბარი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე, ხო? იმიტომ რომ ჯანმრთელი სხეული ყველაზე კარგად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც გვინდა, მით უმეტეს დღევანდელი დატვირთვის დროს, რაც გვაქვს, ხო? იმიტომ რომ აჩქარდა ძალიან ცხოვრება და ყოველთვის ამ ლაპარაკში გამოგრჩება ხოლმე, რომ იმ საკვებს ჯანსაღი იქნება თუ არა ჯანსაღი, განსაკუთრებული შენახვის პირობები გჭირდება. იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს და მაცივარი ყველას აქვს სახში და უბრალოდ ეს რაღაც მოუკრავ თავდაში. ჩავკუჭავთ მაცივარში, მაგრამ სინამდვილეში ყველა პროდუქტს, ეს იქნება პირველადი პროდუქტი, ანუ უბრალოდ რაღაც მოკრეფილი ბაღიდან თუ რაღაც დამუშავებული საკვები, გჭირდება სხვადასხვანაირი შენახვის პირობები. და ამაზე სპეციალისტები რა თქმა უნდა განუწყვეტლივ ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ხშირად ჩვეულებრივი მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ვინც უშუალოდ არ ვართ ამ პროცესში ჩართული, ამას დიდად არ ვაქცევთ ყურადღებას და ერთის მხრივ მასივარი შეიძლება გვიგوارებს ამ პრობლემებს, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება განსაკუთრებით ისეთ წერტილებზე, სადაც საკვები ბიზნესის ნაწილია, სადაც პასუხისმგებლობა გაქვს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზე და მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, იქ უკვე სულ სხვანაირი წესები მოქმედებს და შეიძლება განსხვავდებოდეს კიდეც იმისგან, რასაც ვაკეთებთ სახლში. კი ბატონო, აუცილებლად განსხვავდება, მე ასე ვიცი, თან ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გავამახვილოთ ყურადღება საკვების შენახვის პირობებს, რომ ეს როგორც შენ აღნიშნე, სწორედ ჩვენს ჯანმრთელობაზე ისახება ძალიან ცუდად, ან თუ დავიცავთ ყველა წელს, აისახება კარგად და საკვები პროდუქტი არც გაგვიფუჭდება და არც დავზარალდებით. კი ბატონო, და ამაზე რა თქმა უნდა სპეციალისტი მოვიწვიეთ, ამაზე სასაუბროთ. სურსათის უნელობის სპეციალისტია ჩვენი სტუმარი, კალბატონი თამარ ბერძენიშვილი, გამარჯობა. მოგესალმებით. აი, ხო არის რაღაც წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ, რომ პროდუქტი იყოს შენახული კარგად. მაგრამ ამ წესებში არსებობს რაღაც უპირატესი წესებიც და არსებობს ისეთი, რაც რეკომენდირებულია და არა სავალდებულო. აი, რო დავიწყოთ სავალდებულო წესებიდან, რომელიც დიდი ძახილის ნიშნითაა და ნელ-ნელა ჩავიდეთ რეკომენდაციებამდე. ყველაზე მთავარი წესი რა არის, აი, რომელიც იმპერატიულად უნდა შესრულდეს აუცილებლად. საკვების მოხმარებისას და საკვების ტრანსპორტირებისას. მოკლედ ტემპერატურა მოიმატა და შესაბამისად საკვებთან დაკავშირებული, საკვების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკებიც რა თქმა უნდა გაიზარდა, იმიტომ რომ ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ანუ 6-დან 60 გრადუსამდე არის ყველაზე იდეალური პირობა ბაქტერიების და განვითარებისთვის. ან უნდა იყოს საკვები მოთავსებული 6 გრადუსიდან ქვემოთ, ან კიდევ 60 გრადუსის ზემოთ, ან ძალიან გაცხელებული, ან გრილად შენახული. აი შუალედი რგოლი ზუსტად არის საშიში ზონა, აი ეს ტემპერატურული სხვაობა და ზუსტად ამ ზონაში შევდივართ ახლა 25-30 გრადუსი, 35 გრადუსი უკვე საკვებისთვის ძალიან რისკის ფაქტორს წარმოადგენს და შესაბამისად მომხმარებლებმაც ჩვენ როგორც
ბიზნეს ოპერატორებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ და დავიცვათ ეს წესები, როგორც შეძენისას, ასევე შენახვისას, ასევე ტრანსპორტირებისას. ხა განსაკუთრებული რისკის ამ შემთხვევაში ზაფხულის პერიოდში არის განსაკუთრებით მალფუჭებადი მაღალი რისკის სურსათი, როგორიცაა ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, საკონტროლო ნაწარმი, თევზი და თევზის პროდუქტები და ჩვენ ვართ ესეთი ქალაქი, საზღვაო ქალაქი და ჩვენი სავიზიტო ბარათი არის ეგრეთ წოდებული თევზის ბაზარს რო ვეძახით ქალაქის შემოსასვლელში, სადაც თქვენ ალბათ ბოლო წლებია აკვირდებით როგორ არის თევზი განლაგებული ყინულზე. იმიტომ რომ თევზს განსაკუთრებული შენახვის პირობა ჭირდება, თუ ის არის ნედლის სახით, ანუ ახალი სახით, უნდა იყოს 0-დან 2 გრადუსზე მოთავსებული აუცილებლად ყინულზე, ან სამაცივრო პირობებში და გაყიდვის შემთხვევაში -18-დან ზემოთ. ასე რომ შეძენისას კარგად დავაკვირდეთ ამ პირობებს და ამასთანავე ზაფხული ისეთი სეზონი არის წლის, როდესაც ტრანსპორტირებისთვისაც კი საკმაოდ მოკლე დრო, აი თუ 2 საათი არის სხვა შემთხვევაში, მაგალითად სეზონზე, სხვა სეზონზე ზაფხულში 1 საათამდე იკლებს ეს დრო და აი ესეთი მალფუჭებადი მაღალი რისკის სურსათის შეძენის შემთხვევაში ისინი აუცილებლად თერმოჩანთებით უნდა გადავაადგილოთ. ნუ ბიზნეს ოპერატორს მოუწოდებთ, რა თქმა უნდა, რომ სატრანსპორტო ტარა ქონდეს ან მაცივარ მანქანა გადაზიდვის შემთხვევაში ან თერმო ყუთებს რო ვეძახით და ნუ სამომხმარებლო ბაზარზე კიდევ ჩვენთვის როგორც მომხმარებლებისთვის ძალიან სწრაფად სახლამდე მიტანა ამ სურსათის ან კიდევ აი ესეთი თერმოჩანთებით გადაზიდვა. ანუ თერმოჩანთვის ჩანთის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეს არა მარტო ეხება დაუშვათ გამაგრებელი სასმელის ტარებას თან, რასაც პიკნიკებზე ვაწყდებით ხოლმე, არამედ შეიძლება გამოვიყენოთ როდესაც მაღაზიაში ასაკი შევიძენთ იგივე თევზს თუ პოსტეულს თერმოჩანთაში მოათავსეთ და ძალიან ბედნიერად იმ 1 საათის შიგნით უნდა მოხდეს სახლში და მოხდეს მაცივარში საბოლოო ჯამში. თუ არ ვამუშავებთ. არა, ნახეთ როგორი სიტუაცია. გაჩნია ახლა რა პროდუქტს შევიძენთ. ჯერ ზოგს დამუშავება ჭირდება და ისე შენახვა მაცივარში, ზოგი დამუშავების შემდეგ მაცივარ შენახული ძალიან ცოტა ხანი ძლებს. აი მაგალითად კვერცხი რო ავიღოთ, სასწრაფო კვერცხი ფრინველის საერთოდ რეკომენდებულია რომ ის გაირეცხოს, მაგრამ თუ გაირეცხება, მისი შენახვის ხანგრძლივობა მცირდება. ზოგადად კვერცხის შენახვის ვადა არის 21 დღე, თუ ის მოთავსებული არის 10 გრადუსზე, მაგრამ თუ მოთავსებული არის დაუშვათ 30 გრადუსზე და 40 გრადუს ტემპერატურაზე, ის ფაქტიურად უკვე საკვებად უვარგისი ხდება, ამიტომ აუცილებელია რომ მიტანისას, ანუ ოჯახში როცა მივიტანთ, როგორც მომხმარებლები, შევინახოთ თავდახურულ კონტეინერში, ან გამოყენების წინ გავრეცხოთ, ან კიდევ თუ გავრეცხავთ, ძალიან ისეთ რბილად გავრეცხოთ, იმიტომ რომ კვერცხს აქვს ფორები და შესაბამისად შეიძლება აი კვერცხი ერთ-ერთი სალმონელას ერთ-ერთი წყაროა. გავრეცხოთ პირიქით დამუშავების საშუალება. აი გუბკები და რაღაცებით აი ფორებში არ შევიდეს ის, რაც კვერცხზე შეიძლება გარედან აღმოჩნდეს. ამიტომ ამასაც თავისი ცოდნა ჭირდება. აი ბოსტნეულს ვხედავ ახლა თქვენთან, ეს ყველაზე დაბალი რისკის პროდუქტია, ბოსტნეული და ბახჩეული და ასევე ხილი, მაგრამ მაგათაც თავისი შენახვის წესები აქვს, თუ არ გვინდა რომ ძალიან სწრაფად გაგვიფუჭდეს, თუმცა ახლა ტემპერატურულ რეჟიმები განსაკუთრებული ზეგავლენას არ ახდენენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბაქტერიები ჩვენ ბოსტნეულში შეგვიძლია გარეცხვითაც მოვაშოროთ, ზედაპირულად მაგალითად წვანილი, რომელიც შეიძლება რომ გამდინარე წყალში გავრეცხოთ, ესეთ ბადისებრ თქვათ სადგამზე, რომ ჭიის კვერცხები გადაირეცხოს და შესაძლებელია რომ ასევე გავრეცხოთ სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სურსათისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულისთვის და ბახჩეულისთვის გამოიყენება. წვანილი ახსენეთ და ახლა გამახსენდება, რომ ძალიან ხშირად მიფუჭდება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ვცდილობ ხოლმე რომ გავრეცხო და ისე შევინახო მაცივარში და აი სწორედ დაახლოებით იმ დღეს თუ არა მეორე დღეს უკვე იწყებს ელპობას და აი რა შეცდომას უშვებ და ეს როგორ გამოვასწორო ეს შეცდომა. აი სწორად იქცევით რომ წვანილს რეცხავთ, იმიტომ რომ წვანილი ნიადაგთან ძალიან ახლო კონტაქტშია, ისევე როგორც ბახჩეული თქვათ ნებისმიერი ხილი და ასე შემდეგ და ნიადაგი მიწასთან ასოცირდება, რომელშიც ძალიან ბევრი ბაქტერია შეიძლება რომ არსებობდეს. ამიტომ აუცილებელია მოტანისას იმ წვანილი გარკვეული ღეროს და ზემოთან ნაწილში გადავჭრათ, გავასუფთავოთ მიწის ნაწილაკებისგან, გავრეცხოთ, მაგრამ უნდა გავაშროთ კარგად, იმიტომ რომ თუ არ გავაშროთ წვანილს, შესაბამისად ნესტი დაგვრჩება და ის ძალიან მალე დაიწყებს პობას. სასურველია რომ შევინახოთ მინისკილაში, კარგად ინახება თავდახურულში, ან შეგიძლიათ რომ ქაღალდში შეინახოთ, მაგრამ აი ჩვენი ბებიებისგან თქვათ გაზეთებში რომ ინახავდნენ, ამ რეკომენდაციას ვერ ვიცემ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ მიგრაცია ახასიათებს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც შეიძლება ამ თქვათ
ნაწერზე იყოს და გადავიდეს სურსათში მიგრირება განიცადოს და აქედან გამომდინარე ამ რისკებისგან რომ თავი ავიცლოთ, ანუ ქიმიური საფრთხისგან, ესე მოვიქცეთ თქვენ შემთხვევაში. ბოსტნეულთან და ხილთანაც ვიტყოდი, რომ ერთად არ არის სასურველი რომ დავალაგო და თან სივრცე ჭირდება თითოეულს დაუშვათ განლაგების პროცესში, იმიტომ რომ ჰაერის ვენტილაციის საშუალება უნდა იყოს, ხო, უნდა იყოს მჭიდროდ განთავსებული. ასევე არის ზოგიერთი ხილი, რომელსაც ეთილის გაზის წარმოქმნა შეუძლია, ეთილენის გაზის და ის დამწიფების პროცესს უწყობს ხელს და ასევე პობას და ამიტომ უმჯობესია რომ გავაცალკევოთ ერთმანეთისგან. ჩავაცივდით ცოტა მწვანელს ორივე, მაგრამ ეს მინდა ეს შეკითხვაც დავსვა, ანუ გამდინარე წყალი ახსენეთ. მახსოვს ადრე უბრალოდ ჩვეულებრივად გავავლებდი რაღაც, მოიხმარდი და პრინციპში ლოტერიას თამაშობდი ჯანმრთელობასთან და რამდენი წუთი უნდა ირეცხებოდეს? იმიტომ რომ ერთი-ორჯერ წავიკითხე სადღაცო 30 წუთის განმავლობაში გამდინარე 10-15 წუთი საკმარისია რომ 10-15 წუთი უკანი მოშენებულია გამდინარე წყალში გადავრეცხოთ, კი ბატონო, შესაძლებელია, კარგია, სასურველია ყოველ შემთხვევაში. განსაკუთრებით საფრთხილო არის აი სალათის ფურცლებს რო ვეძახით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან გვიყვარს ამ სალათის ფურცლებით დამზადებული სალათები და მაღალი რისკია, იმიტომ რომ მისი თერმული დამუშავება არ ხდება. თუ კი რომელიმე მწვანელის თერმული დამუშავება ხდება, რა თქმა უნდა, დაბალი რისკია, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა კლავს ყველა ბაქტერიას თითქმის, მაგრამ აი სალათის ფურცლების შემთხვევაში და მსგავსი სურსათის შემთხვევაში, რომელიც თერმულად დამუშავებას არ განიცდის, საჭიროა რომ კარგად, ძალიან კარგად გულდასმით თითეული ფოთოლი გაირეცხოს და ნუ ეხლა საზღვების ობიექტებზე მაქვს საუბარი ძირითადად სადაც უამრავი მომხმარებელია, იქ უკვე სპეციალური სადეზინფექციო საშუალებაც გამოიყენებს. რომელიც ხოლმე ძვირი არის, მოდი ისიც ვთქვათ, იმიტომ რომ ის რაღაც 5 ლიტრიანს რო ვიდილობ, იქ რაღაც ერთი რაღაც რამდენიმე გრამი, ხო, 50 გრამზე აზავებ ბევრ წყალში და იქ მე ხდება იგივე კვერცხის მოშორებაც და მიწის ნაწილაკებს და ანუ საკმაოდ კარგად რეცხავს და ნუ არც გვნებს ბუნებრივი ადამიანებს, იმიტომ რომ სარესტორნო ობიექტებში გამოიყენებოდა ჩვეულებრივად სითხე. ბუნებრივიც შეუძლია ბუნებრივად სადეზინფექციო საშუალებების გამოვიყენოთ, თუმცა მარილი წყალიც, მარილმასაც შეუძლია რომ მიკრობები მოკლას კი. კი ბატონო. მე მაინც გირჩევს რომ გამდინარე წყალში დიდხანს გავავლებთ. თამარიც რა მაინტერესებს, ახლა ზაფხულის პერიოდში, მაგალითად, როდესაც ჩვენ საკვებს ხორცის შემთხვევაში, საყინულში ვინახავთ, როდესაც გამოვიღებ ძალიან მალე იწყებს ღვობას, ხო, ტემპერატურიდან გამომდინარე, მაგრამ მე აქვს თუ არა მნიშვნელობა, აი როგორ რა პროცესები უნდა გაიაროს ხორცმა მანამ სანამ ამ საკვებით მოვამზადებთ კერძს. ანუ ჩემ შემთხვევაში თან მაინტერესებს შეცდომას უშვებ თუ არა ვაკეთებ ასე. ვიღებ საყინულიდან გამო მაქვს ვათავსებ ღრმა ჯამში და გამდინარე წყალში ვტოვებ. არის თუ არა ეს ყველაფერი ეს პროცესები სწორი? გაყინულ ხორცზე გვაქვს საუბარი, ხო, ამ შემთხვევაში. გაყინული ხორცის ერთხელ გალღობა დასაშვებია, მაგრამ თქვენ სწორად იქცევით, როდესაც გამდინარე წყალში ალღობთ მას. ან შესაძლებელია მინუს მაცივიდან პლუს მაცივაში ჩამოვიტანოთ და გარკვეული დროის ხანგრძლივობა გაგვეზრდება, მაგრამ კარგი იქნება მიკრობების გამრავლებისთვის, ეს ძალიან დაბალი რისკია ამ შემთხვევაში, თუ ასეთი მეთოდით ვაკეთებ დეფროსტაციას. თქვენ როგორც ბრძანეთ, ესე უფრო ჩქარი მეთოდია და სწორი მეთოდია, თავარია თავის ნალღობს სისხლთან არ კონდეს ხორცს შეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი მეთოდი მისაღებია და შეგიძლიათ რომ გაალღოთ როგორც გამდინარე წყალი, მაგრამ ერთს დავძენ არავითარ შემთხვევაში შეიძლება ერთხელ დეფროსტირებული საქონლის ხორცის ან ნებისმიერი ხორცის ხელმეორედ გაყინვა. ეს დაუშვებელია. ხო, კარგად არიან ჩემი ოჯახის წევრები. გადარეკე. ანუ გულისხმობთ იმას, რომ გაალხვა ბუნებრივი ახლა მიკრობსაც სიცოცხლე უნდა, ბრალდება და მე უკვე მიკრობებიანად ვყინავთ. კი ბატონო, და მე ვალხებ და მიკრობს გადარჩენის უნარი დიდი აქვს, შესაბამისად ის რო ხდება, ეგრევე აგრძელებს აქტიურად ცხოვრებას. აი მაგალითად ლისტერია არის ესეთი პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც მაცივარში ძალიან კარგად ძლებს. ამიტომ თქვენ სწორად თქვით, რომ გალღობის პროცესში ტემპერატურულ რეჟიმი როდესაც იმატებს, იქ მიკრობები გეომეტრიული პროგრესით ბრალდება და მე ეს ძალიან დიდი რაოდენობა გამრავლებული მიკრობი რჩება ისევ გაყინულ ხორცში, ასე რომ გირჩევთ რომ ესე არ მოიქცეთ. კი ბატონო, მე ხშირად გამიკეთებია ასე და საინტერესო რჩევა მივიღე. ახლა თქვენ იმიტომ რომ ხორცს მაგალითად რო ვყიდულობთ, ხო შეიძლება რომ იმ რაოდენობით არ მინდა რომ მოვამზადო კერძი, გამომიღია, გავალღვე, გავანაწევრე, ხო და ნახევარი შევაბრუნე ისევ საყინულში. მარინადი როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში, როდესაც ახლა ძმარი შეიძლება ჩვენთვის უბნებელია რაღაც რაოდენობით, მაგრამ
ანუ როცა ვაკეთებ თუ ინახავს დაუშვათ რაღაც პერიოდი. ბუნებრივი მარინადებზეა საუბარი, ხო? ანუ ოჯახში რო ამზადებ. კი, რა თქმა უნდა, მარილიც და შაქარიც ორივე სხვათაშორის ბუნებრივი ესეთი შემნახველი ფაქტორებია სურსათისთვის. სურსათის ხარჯზე. კი ბატონო, მე უბრალოდ არ ვორჩევ ჩვენს მომხმარებლებს და მაყურებლებს, რომ მიიღონ დაკონსერვებული სურსათი, მათ შორის ბოსტნეული, ბაღჩეული იმ შემთხვევაში, როდესაც ის კარგად არ დამუშავდება გახსნის მერე თერმულად და საერთოდ მოვერიდოთ ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ დაკონსერვებულ სურსათში ძალიან კარგად ძლებს ბოტულიზმი, გიცით ალბათ თქვენ გაგიგიათ მაგის გამომწვევი, აქედან გამომდინარე თუ ის თერმულად არ დამუშავდება, სასტიკად შემიძლია მოსახლეობას გავაფრთხილო, რომ არ გამოიყენოს, თუ გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული. კი ბატონო, ჩვენს ბავშვობაში კიდე ერთი რაღაც გამახსენდა ხა. მოხუფის ანუ ადრე ძალიან ბევრი ადამიანი ხუფავდა ხოლმე, ხო? კონსერვებს აკეთებდა ზამთრისთვის და მახსოვს რომ იმის გარდა რომ თერმულად ამუშავებდნენ, ასპირინიზდებდნენ შიგნით და დაუშვებელი. გამოდის რომ 10 საწინააღმდეგო პრეპარატებს ღებულობდნენ კონსერვებთან ერთად თელი ზამთარი სიცხე ქონდა თუ არა, წამალი იყო ფაქტობრივად. დღეს დაუშვებელია. დაუშვებელია, ამას სპეციალურ დადგენილებაც აკონტროლებს უკვე რომ დაუშვებელია სურსათში მსგავსი ტიპის მედიკამენტების, ასე ვთქვათ, მოთავსება იმის მიზნით, რომ მისი შენახვის ვადები გახანგრძლივდეს. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად არ უნდა გამოგრჩეს ეს კითხვაც, მარცვლეულისა და პურპროდუქტების შენახვის პირობები როგორი უნდა იყოს? პურპროდუქტების სხვათაშორის ძალიან ისეთი მტკივნეული თემა, პური როგორც ასეთი თერმულად დამუშავებას სახლში მიტანის შემდეგ აღარ განიცდის, მაგრამ მე გირჩევდით თუ ის შეფუთული არ არის, მაინც ერთხელ აი ესე ცეცხლზე გადავატაროთ, რომ ის მიკრობები, რაც გარედან შეიძლება მასზე აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, გავფანტოთ, მოკლედ და კარგი იქნება თუ მას შეფუთულ მდგომარეობაში ვიყიდით, მაგრამ შეფუთვასაც გააჩნია ის არ უნდა იყოს პლასტიკაში, ანუ ცელოფანში ეგრეთ წოდებულში მოთავსებული, უმჯობესია იყოს ქაღალდის შეფუთვაში, იმიტომ რომ ქაღალდის შეფუთვა ეს ერთი რომ მის ხანგრძლივობას, ანუ პურის შენახვის ხანგრძლივობას თქვათ ახანგრძლივებს, ზრდის ასევე დაბინძურების რისკისგან გვიცავს. მოკლედ დაღული პური იდეალური ვარიანტია, როდესაც ვთქვათ რომ პურს ვერ მოვიხვალთ რაოდენობით გვიყვარს თვალით. და თუ არის რაიმე ესეთი კონკრეტული წესი, აი ზაფხულის პერიოდში მაცივრის იდეალური ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს, მეტყვი წარმოიდგინეთ რამდენი რა ვიცი, რამდენი პროდუქტია ხმა მაცივარში, ყველა სახე შეიძლება ცალკე გრადუსი ჭირდებოდეს, მაგრამ ხო ჩვენ ერთ სივრცეში გვაქვს. რამდენი მაცივარს დადგამ. ხო. აი მაცივრის ტემპერატურას არ აქვს მნიშვნელობა წლის რომელ სეზონზე ჩავრთავთ, ყოველთვის უნდა იყოს ერთი და იგივე, ანუ საყინულე უნდა იყოს -18-ზე ზემოთ და ქვედა პლუს მაცივარი უნდა იყოს 2-დან 6 გრადუსი. ეს არის იდეალური ტემპერატურა როგორც ზამთარში, +2-დან 6 ან -18-დან ზემოთ. თუ გაყინული შემთხვევა ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მე იმედი მაქვს რომ კიდე მოგვიწევს ამაზე არაერთხელ ლაპარაკი, იმიტომ რომ საყოფო ცხოვრებო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია გავუფრთხილოთ საკუთარ ჯანმრთელობას და ის პროდუქტი მივიღოთ ისეთი სახით, რა სახითაც ჩაფიქრებულია თავის დროზე, როდესაც იზრდება იქ სადაც. კი ბატონო, თორე პატა, მე შეიძლება ძალიან კარგი იდეა სახლისი ვიყო, კარგი ხელი მქონდეს კერძებში, მაგრამ ისე მოგიმზადო რომ მოგწამო. ნუ ესე იგი ცუდად არ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში. კარგად ზანდებოდეთ, თქვენც კარგად ზანდებოდეთ. დიდი მადლობა, ხოლმე შევხვდებით ერთმანეთს პირველ საათზე. პირველ საათზე დაგველოდეთ აბა დროებით.